საზოგადოებაში, სადაც ემპათიის უნარი არის ცოტა, იქ სიყვარული არის ცოტა. საქართველოში ალბათ უდიდესი შეცდომა ის რომ 2-3 ცოლიანობა არ არის ესე შემოღებული. რაღაცა პერიოდი მამაკაცებს ჭირდებათ ის მომენტი, რომ 1-ს მისწერე, 2-ს მისწერე, 3-ს მისწერე, პარალელურად შენც მოგწეროს. სიყვარულის გამო თავი არ უნდა კარგოს არც ქალბატონმა და არც მამაკაცმა. რაღაცა ეჭვიანობები და მსგავსი რაღაცები ეს ადამიანებში ხდება, როდესაც ძალიან გიყვარს ადამიანი, შემდეგ უკვე ეჭვიანობ ყველაფერზე და ყველაზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ეჭვიანობა აი ზუსტი წერტილი დაიჭირე შენ. მამაკაცი როცა ეჭვიანობს, მამაკაც უყვარს. ქალები ემოციებით მოქმედებთ, ეს დადასტურებული ფაქტია. გონებით, ფიქრებით. ანუ გონებით ღებულობთ გადაწყვეტილებას ვინ შეგიყვარდეთ და როგორ შეგიყვარდეთ თუ გემართებათ ეს სიყვარული. განაშორებ ქალს კარგი თვალით არ უყურებენ. ხო? ანუ მანდ ბევრი კითხვები ჩდება, ბევრი ფიქრები მოდის ადამიანებისგან. მარტოობის შიში არ უნდა გქონდეს ადამიანს. შენ ისევ ბოჯადოებულ წრეში ხარ და ვერასოდეს ვერ ხდები წარმატებული, სოციალურ ცხოვრებაში გულისხმობ, შენ ხდები ამ ილუზიების მსხვერპლი, მე ეს შევიძლია, ის შევიძლია, ასეთი ვარ, ისეთი ვარ და შენ შეიძლება რაღაცა გეგონოს, მაგრამ ამის იმპლემენტაცია, ამის განხორციელება არის რთული. თუ შენ თავს შენს ემოციებს ხელში არ აიღო. მოგესალმებით, ჩვენი დღევანდელი ეპიზოდის სტუმრები არიან ქალბატონი ლიკა პაპავა, მხატვარი და ბატონი გოჩა კიკილაშვილი, ტელეწამყვანი. ძალიან გთხოვთ, გამოწერეთ ჩემი YouTube არხი მეტი საინტერესოებისთვის. ქალბატონო ლიკა, მოგესალმებით, დავიწყოთ თქვენგან. თქვენ ხართ ჩემი მეგობარი, ამიტომ მოგმართავ შენობით. ორივე ზოღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. დღეს გვაქვს ესეთი მეგობრული პოდკასტი და ამით ხურავთ ჩვენს სეზონს, ასე ვთქვათ. შენ ხარ მხატვარი. თან ხარ უკვე მომღერალი. დაიწყე სიმღერა, როგორც მე ვიცი. 2 სიმღერა გაქვს ჩაწერილი. მაინტერესებს რა იყო შენი ინსპირაცია, რომ ამხელა გარდასახვა გაიარე და ყველა სურვილი თანდათან აისრულე. მე ვიცი რომ ეხა აპირებ ერთ-ერთ სიმღერაზე კლიპი გადაიღო და ამისთვის აგროვებ თანხას. რა არის შენი შთაგონების წყარო? ან უпроსწორედ რა იყო შენი შთაგონების წყარო? პირველ რიგში მივესალმები თქვენს მაყურებლებს, მადლობა მოწვევისთვის. ცხოვრებაში ურთულეს პერიოდში დავიწყე ხატვა, როდესაც მქონდა მძიმე დეპრესია. ჩემი ემოცია გადავიტანე ტილოზე და მე ამით გამთავისუფლდი. და შემდეგ მოვახდინე ჩემი ნახატების რეალიზაცია. რაც შეეხება სიმღერის ჩაწერა, ჩემი ბავშვობის ოცნება იყო სიმღერის ჩაწერა. დიდი ხანი დრო დამჭირდა ამისთვის. ეს რეალობა რომ მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში. ბევრი ვიშრომე, ბევრი რესურსი ჩავდე ამ ყველაფერში, მოვინდომე და მოხდა კიდევაც სიმღერის ჩაწერა. ერთ-ერთი სიმღერის ჩაწერა, რომელიც ახლახანს მოხდა რამოდენიმე დღის წინ, მეგრული სიმღერა ჩავწერე. გავზიარე ადამიანებს Facebook-ზე. ადამიანებისგან მივიღე უდიდესი სიყვარული, ასევე რეაქცია, მოხდა ჩემი ვიდეო ჩანაწერის გადაზიარება, რაც ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მივიღე ადამიანებისგან უდიდესი შეფასება და სიყვარული. მე ვთვლი რომ ეს თქვენი სიმღერა არის ერთ-ერთი საუკეთესო რიმეიკი და საუკეთესო ვერსია, რაც კი აქამდე მომისმენია ამ სიმღერის წარმატებებს გესურვებთ. გოჩა, იგივე შეკითხვა მექნება შენთან. შენ გაქვს რამოდენიმე პროფესია. ნუ ხა ქალბატონო ბატონოს ვერ გეძახით. შენ გაქვს რამოდენიმე პროფესია, ასევე ხარ ეკონომისტი, როგორც ვიცი, მუშაობ როგორც ტელეწამყვანი თრიალეთის ტელევიზიაში, საიდანაც ჩვენ გაგიცანით. რა არის შენთვის პირველი მუხტი, ან რა იყო ის პირველი მუხტი, რის გამოც გადაწყვიტე, აი multifunctional, აი მრავალფუნქციური გამხდარიყავი, რამ განაპირობა ეს? მოგესალმებით და მივესალმებ თქვენს მაყურებელს და რა თქმა უნდა, მოგახსენებთ ჩემს შესახებ, თუ როგორ და მუხტი რა იყო. რაღაც გარკვეული წლების წინ მოხდა ისე რომ
გადაცემაში მიმიწვიეს და შემდეგ უკვე შემომთავაზეს რომ შეგიძლიათ გახდეთ ტელესამყლანი, ალბათ ვიზუალით, მეტყველებაც და გარდა იმისა რომ ტელესამყლანი ხარ, ძალიან ბევრ ადამიანებთან მაქვს კომუნიკაცია სხვადასხვა პროფესიის მანამდეც და შემდეგ უკვე ეტაპობრივად უკვე გავდიოდი კონტაქტზე ადამიანებთან გადაცემაში, როდესაც ვიწვევდი და ეს უფრო რაღაც უფრო მოხდს, უფრო მეტად მიზრდიდა და უფრო რაღაც ენერგიას მაძლევდა და სხვადასხვა პროფესიაში ასევე აქტიურად ჩავები. და ნუ რა თქმა უნდა, მანამდეც ეკონომისტი, მინდოდა რომ გამხდარიყავი ექიმი და ვემზადებოდი ბავშვობის ასაკში უკვე რომ მე უნდა გავხდე ასე ვთქვათ ექიმი და შესაბამისად უცბად რაღაც რადიკალურად უცბად შევცვალე და გადავწყვიტე საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი ავირჩიე და გავხდი შემდეგ ეკონომისტი. და რაღაცნაირად მიყვარს სხვადასხვა პროფესიების შესწავლა. მაგალითად სპორტი ძალიან კარგი არის, ჯანსაღი ცხოვრება არის და აქტიურად მინდოდა სპორტშიც ასე ვთქვათ მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ თითქოს ჩემი არ არის. როდესაც თქვათ შენი არ არის ის პროფესია, იქ ვერ ხარ აქტიურად ჩართული. და ეს მანიშნებელი არის იმის, რომ გადაცემაში ძალიან ბევრი სპორტსმენი მყავს. ეს იმის არის, რომ მე მინდოდა აქტიურად ჩართო, მაგრამ რაღაც ფიზიკურად და ჩემი ვიზუალური მდგომარეობიდან გამომდინარე რაღაც არ მომეცა საშუალება, რომ სპორტული მოღვაწეობა დამეწყო. და შესაბამისად სხვადასხვა პროფესიებში ჩავერთე. მე მადლიერი ვარ ჩემი საქმით, ჩემი პროფესიებით და ალბათ უკვე რაღაც ეტაპების შემდეგ კიდევ რაღაც სხვა პროფესიაც რომ იყოს, ინოვაცია აღმოვაჩენდი და რაღაც სიახლის ძიებაში ვარ. მინდა სიახლეები, ვეცებ, მართალია ძალიან რთული არის. ნუ სხვადასხვა ქვეყანაში სხვანაირად ვითარდება, უფრო ფინანსური მეტი დაინტერესებაც აქვს ყველაფერი და რაც უფრო მეტი შემოსავალი გაქვს, რა თქმა უნდა, შენი პროფესია, როდესაც გიყვარს, ცოტა ფინანსური დაინტერესებაც არის აქ. მე ფინანსური დაინტერესება, ეს სიყვარულის ყველაფერი უკვე თანხმდრაშია და უფრო მეც და მეც აკეთებ. მოტივირებული ხდები. და რაღაცებში მოტივირებული და мотиваციაც მომეცა, რომ მე გამეკეთებინა, მაგრამ ვფიქრობ, რომ პირველი ის უნდა გიყვარდეს ის საქმე, რა საქმიანობასაც ეწევი. სხვათა შორის მე როცა დავიწყე ჩემი პოდკასტები, ნუ ძირითადად მაინც ჩემ პოდკასტებს ლაითმოტივად გასდევს ის, რომ ადამიანს ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერ დროს, სანამ ცოცხალია, ყოველთვის შეუძლია თავისი ოცნებების ასრულება. ყოველ შემთხვევაში მან უნდა იბრძოლოს ამისთვის. მეც ერთ-ერთი ჩემი მიმართულებით, ფსიქოლოგია, კოუჩინგის მიმართულებით ამ კუთხით ვეხმარები ადამიანებს და ერთი პროფესია არასოდეს არ არის საკმარისი, მით უმეტეს დღევანდელ რეალობაში ადამიანს შეუძლია ბევრი ვიღაცა გახდეს, თან ერთდროულად რამოდენიმე ადგილასაც იმუშაოს. თუმცა, ჩვენი სოციუმი მაინც შედგება ისეთი ადამიანებისგან უმრავლეს შემთხვევაში, რომელთაც ნაკლები ემპათიის უნარი გააჩნიათ. უფრო მეტად დაგაკარგვინებენ мотиваციას, უფრო მეტად გაგაკრიტიკებენ, უფრო მეტად გეტყვიან ცუდ რაღაცას, უფრო მეტად მიგითითებენ მინუსებზე, ვიდრე პლუსებზე. თქვენ შემთხვევაში და ზოგადად ვისაუბრებ, თუ გნებავთ პირადი მაგალითები, თუ გნებავთ ზოგადად, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ბევრი ადამიანისთვის დაბრკოლება ეს მომენტი, იმიტომ რომ შენ როცა ვიღაცა გაკრიტიკებს, შენ გერთმევა მუხტი, გერთმევა мотиваცია, გერთმევა ძალა და რაღაცა მომენტში ჩერდები. მე ვიცი ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც არის ასეთნაირად გაჩერებული ცხოვრებაში. გაჩერდნენ და წინ ვერ მიდიან. უკვე შემდგომ მომდევნო ეტაპზე რო გადახვიდე ცხოვრებისეულად, დიდი გარდატეხა უნდა მოხდეს შენში. ზოგი ადამიანი ამას ბედავს, ამ გარდატეხის ეტაპების გავლას, ზოგი ვერ ბედავს და რჩება იქ, სადაც არის. დავიწყოთ თქვენგან, ისევ ლიკა, мотиваციას გაძლევთ თუ პირიქით გიკარგავთ, როცა გაკრიტიკებენ. ჩემთვის კრიტიკა პრობლემას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი მაკრიტიკებს, მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემში შევცვალო ბევრი რამე უკეთესობისკენ ცხოვრებაში. ანუ კრიტიკა პირიქით უფრო წინ წევს. წინ და წინ მივდივარ კრიტიკის დროს, ანუ პირობითად ადამიანმა გამაკრიტიკა, რაღაცა არ მოეწონა ჩემში. მე მაშინ ვცდილობ, რომ დავანახო ის, რაც შემიძლია გავაკეთო ცხოვრებაში. კი, და ნუ პირველ რიგში დაუმტკიცო შენ თავს, რომ შეგიძლია შენი თავის ბევრად უკეთესი ვერსია გახდე. თუმცა ეს მაინც პრობლემაა, ეხლა მე წერ პერიოდულად რაღაცებს და
რაღაცეები, გეგმები მაქვს მოკლედ, მაგრამ გამივლია ეს ეტაპები, როცა მეუბნებოდნენ, რომ ესეებსაც ვერ ვწერდი და ნუ ალბათ მართლა ვერ ვწერდი სკოლაში ესეებს, თორე არ მეტყოდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენგან რაღაც ვერ გამოვა. ის პოტენციალი ყოველთვის არის შენში, რომელიც შეგიძლია დახვეწო და ასე შემდეგ. გოჩა, შენ შემთხვევაში როგორ იყო ეს მომენტი? იმიტომ რომ კრიტიკასთან დაკავშირებით. ხო, ზოგადად, ანუ საზოგადოებაში, ჩვენ საზოგადოებაში ემპათიის უნარი არის ნაკლები. ანუ საზოგადოებაში, სადაც ემპათიის უნარი არის ცოტა, იქ სიყვარული არის ცოტა. ყოველი მეორე ადამიანი, ვისაც გადაიკუთები, უფრო გაგაკრიტიკებს, ვიდრე мотивაციას მოგცემს. ამ ხარდაჭერას, იმიტომ რომ სიყვარულს, ამ ხარდაჭერას უნდა დიდი ენერგია, უნდა სხვანაირი მობილიზება, თუნდა საკუთარ თავთან მიმართებაში სხვანაირი დამოკიდებულება. ნუ რა თქმა უნდა, კრიტიკა, მე ვფიქრობ, რომ როდესაც თქვათ, პირველი ასე ვთქვათ, ქარცეცხლში გაგატარებენ ისეთი ეს სიტყვა ზუსტად შეესაბამება. თავიდან ცოტა კი არა და უფრო რაღაც დეპრესიულ მდგომარეობაშიც აღმოჩნდები ადამიანი. მაგრამ შემდეგ რომ გაიაზრებ კრიტიკა რასთან დაკავშირებით იქნება, მაგალითად, თქვათ, როგორც მე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ტელესამყვანი და ჩემს გადაცემებზე იყოს კრიტიკა, რაღაცა მოეწონათ, რაღაც არ მოეწონათ, ამაზე მე თანახმა ვარ, მივიღებ და ჩავასწორებ, გამოვასწორებ იმ ყველაფერს, რაც თქვათ, მაყურებელს არ მოეწონა. მაგრამ ის რომ პიროვნულად ჩემს, თქვათ, ქცევას, მანერას, საუბრის, თქვათ, სხვადასხვა და ასე შემდეგ შეეხებიან, მე ამ კრიტიკას ვერ მივიღებ. იმიტომ რომ ამას შესაბამისად მე გავდივარ, სანამ მე გავალ ეთერში, სანამ ჩავწერ ამ ყველაფერს და უკვე კარგად გაკონტროლებული არის ეს ყველაფერი. მაგრამ აი გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს მაყურებელთან რომ თქვათ ის უფრო მეტი თქვათ შინაარსობრივი ყოფილიყო და მეტი ინფორმაცია გადაგვეცა ჩვენ ტელემაყურებლისთვის და ზოგადად სოციმედიაშიც ვინც აქტიურად არის და ისმენს ამ გადაცემებს. და მე ვფიქრობ, რომ ჯანსაღი კრიტიკა კარგი არის, მაგრამ გადამეტებული კრიტიკა, რომელიც ჩვენთვის უკვე საზიანო იქნება და თქვი რომ დეპრესიის მდგომარეობაში მიგვიყვანთ, ამიტომ ვერ მივიღებ ჯანსაღ კრიტიკას მივიღებ. მაგრამ იმ კრიტიკას, რომელიც მე უკვე ცუდ მდგომარეობაში აღმომაჩენს და მე ჩემს საქმიანობაში შეწყვეტს, იმ ადამიანებს არ დაუჭერებ, იმიტომ რომ ნუ ისეთ რამეს არ გავაკეთებ, რომ საზოგადოებისთვის მიუღებელი ვიყო და მიუღებელი იყოს ჩემი საქმიანობა. კი ბატონო, ჩემი დაკვირვებით და ფსიქოლოგიური დაკვირვებით, ძირითადად კრიტიკას მაინც ის ადამიანები იყენებენ, ვისაც ბევრი კომპლექსი აქვს და თვითონ არიან ტოქსიკურები, იმიტომ რომ ადამიანის ქცევა რო შეცვალო უკეთესობისკენ, არა თუ შენ მოირგო, არამედ და როგორც ორივესთვის იქნება უმჯობესი, შენ შეგიძლია პოზიტიური გამტკიცების, შეიძლება ხა ფსიქოლოგიური ტერმინები არ იცოდნენ, მაგრამ პოზიტიურად მიუდგე ამ ადამიანს და პოზიტიური გამტკიცების თეორიის მიხედვით მოიქცე, ხო? მაგრამ როცა აკრიტიკებ, შენ რაღაცნაირად მაინც აპარებ იმას, შენს უკმაყოფილებას ამ ადამიანის მიმართ. ამის ალტერნატიული ქცევა ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში არის რჩევა. შეგიძლია ადამიანს ურჩიო. მე პირადად როცა მირჩევენ, აი რჩევას უფრო ღებულობ, ვითვალისწინებ, რაღაცნაირი მომენტი აქვს ამ კრიტიკას. თუ სუსტი ადამიანი ხარ და ცხოვრების რაღაც ეტაპზე ყველანი სუსტები ვართ, ხო, დროის რაღაც მონაკვეთში მაინც. შენის კრიტიკა რაღაც მომენტში მაინც თავს ცუდად გაგრძნობინებს, მაგრამ დროის რაღაც მონაკვეთის გასვლის შემდეგ უბრალოდ არ გაინტერესებს ეს კრიტიკა და ის არის. მაგრამ თუ ადამიანი გაძლევს სწორ რჩევას და სწორ მიმართულებას, უფრო ითვალისწინებ და უფრო ფიქრობ, რომ ესე იგი მაგან რაღაცა კუთხით დაინახა, სხვა კუთხით დაინახა, სხვა რაკურსით და უფრო ესმის რაღაცა. მაგრამ ჩემ შემთხვევაში მაგალითად ვითვალისწინებ იმათ რჩევას, ვისაც ჩემზე მეტი გაუკეთებიათ. ნუ მე არ ვთვლი რომ ბევრი რაღაცა მაგ გაკეთებული, მაგრამ ვაკვირდები ადამიანს ვინ არის. დიახ. ანუ რას მოღვაწეობს და რას მეუბნება და რატომ მეუბნება. ანუ თავისი ეგოიზმის გამო მეუბნება თუ მართლა რაღაცა ბევრი გაიგება და მაგიტომ მეუბნება. თუმცა კრიტიკა შენიშვნების და ასე შემდეგ აუცილებელია, ხა იმდენ რაღაცას ყველაფერს იდეალურად ვერ გააკეთებ, მაგრამ ეს კრიტიკა მაინც ალბათ უფრო გვხვეწავს. კი. კი. გეთანხმები. ნამდვილად ესეა. რაღაც мотивაციას და მუხტს გაძლევს. მაგრამ მე ვფიქრობ, ჩემ შემთხვევაში კრიტიკა мотивაციას მაძლევს.
მაგარი ხარ. კრიტიკის დროს, ანუ მე ვიწყებ ბრძოლას. მაგრამ მე ვამტკიცებ რომ ესე იგი მე ვფიქრობ რომ პერსონალური ინდივიდუალური არის ადამიანების თქვათ ამაზე რეაგირება. აი ჩემ შემთხვევაში, როდესაც წამოვიდეს თქვათ კრიტიკა, თუნდაც აგრესიული, ნეგატიური პროფესია იქნება თუ სხვადასხვა, ამ შემთხვევაში უცბად დავითრგუნები იმ დროს, მაგრამ რაღაც გარკვეული პერიოდის დრო ძალიან დიდი დრო არა, შეიძლება რამდენიმე დღეც კარგად ვიფიქრებ ამ ყველაფერზე და მე გავაგრძელებ ისე როგორც ვიქნები, იმიტომ რომ შეიძლება გავაკეთო ისე როგორც თქვა საზოგადოებას უნდა და ის არ გამოვიდეს ისეთი, თუნდაც საქმიანობა და თუნდაც შენი, ну, რა ვიცი, მე პირად ცხოვრებაში თუ ჩაერთვებიან უფრო საშინელება არის და აი ამ შემთხვევაში ეს მოვეწონა პირად ცხოვრებაში პირად ცხოვრება რატომ ქვია ხო პირადი რომ ეს არის ხელშეუხებელი და კიდევაც ანუ ბოდიში გაგაწყვეტეთ საქართველოში ძალიან ჩვეულებრივი მომენტია რომ ყველა მიცის შენ რა გინდა შენ რა გჭირდება როგორ გჭირდება და შესაბამისად კანონებს უკვე იღებენ რომ სოციალმედიაშიც სიტყვერად აღარ გამოხვალ და რაღაც დაცულად მაინც იგრძნო თავი მე ვფიქრობ რომ რაღაცები არის სასიკეთოდ ადამიანების იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის გამორჩეულად ყველა თქო მაგალითად 4-5 მილიონი ადამიანი ხო ცხოვრობს საქართველოში და ყველა ხო არ იქნება წელიწამყვანი ყველას ერთი და იგივე პროფესია ზოგი ჩრდილში იქნება და თავის საქმეს გააკეთებს ზოგიც იქნება თქვათ სოციმედიაშიც აქტიური და ასე შემდეგ მაგრამ იმ ადამიანების მიმართ წამოვა ძალიან ბევრი ასე თქვათ კრიტიკა უარყოფითი და ძირითადად სოციმედიას რომ გადავხედოთ ეს Facebook პლატფორმა იქნება TikTok-ის Instagram-ი ძირითადად ეს არის საქართველოში ამ სოციალებში სულ ნეგატივი მოდის. ესე იგი, ადამიანი რაც არ უნდა ანგელოზი იყოს, ყველაფერი იდეალურად გააკეთოს თავისი პროფესიიდან, პიროვნულადაც, საუკეთესო თქვათ ოჯახი ყავდეს შვილები, აბსოლუტურად ყველაზე წარმოწოდოგი ქალბატონი იყოს, თუნდაც მამაკაცი, საზოგადოების უმეტესი ნაწილი, არ ვიცი, ნათლად თუ არანათლად ესე იგი ამ ადამიანს ასე ვთქვათ შენიღბავენ შავ პიარს გაუკეთებენ და რაც მისთვის უკვე შეიძლება თუ ძლიერია არ ხარ ფსიქოლოგიურად და ყველაფრით ამ დროს შეიძლება თქვენ ორივე ინფლუენსერები ხართ ანუ ყავთ თქვენი აუდიტორია რა თქმა უნდა ჩვენი აუდიტორია შეიძლება ძალიან დიდი ფართო აუდიტორია მილიონი თქვათ 1.200.000 ну ძალიან ბევრი გამოწერები არ მყავდეს მაგრამ ვინც მყავს მე მათთვის ვაკეთებ იმ ყველაფერს და რაც ჩემი თქვათ სოცგვერდზე ჩემი ვიდეო რგოლის სახით თუ გადაცემის მოსაწონი არის მათთვის და ну რა ვიცი მე ხა 30 თუ 50000 ადამიანის ყოველდღიურ და ყოველკვირეულ რეჟიმში ჩართულობა და მათი მოწონება და სტორებში და კითხვა-პასუხის რეჟიმში რო ხარ ну ახლა მეტი რაღაც თქვათ ხო აუცილებელი არ არისო 700.000 და 9 მილიონი გამომწერი მყავდეს მე მირჩევნია მყავდეს ცოტა აქტიური რომელიც და იყოს ხარისხიანი ამიტომ მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს და გამომწერებს. სხვათა შორის მე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მხარს მიჭერს და ჩემს მეგობრებსაც, ვინც უჭერს მხარს. ეხა გადავიდეთ ცოტა ისეთ საკითხებზე, ну უშუალო მეგობრულად საუბრობთ, მაგრამ ტკივნეულ საკითხებს ჩვენ ვერ გავექცევით. ჩვენ ცხოვრობთ სოციუმში, მაინც შენ ემიგრაციაში იყავი ლიკა, შენ ემიგრანტებთან გაქვს სერიოზული ურთიერთობა. იმიტომ რომ შენი არხიდან გამომდინარე გიწევს და პლუს ამას პირადი კომუნიკაციას ხშირად გიწევს. ლიკას თვითონ თავის თავზეა გამოცდილი ემიგრანტობის ტვირთი როგორია. მოკლედ ჩვენ ვარ საზოგადოებაში, სადაც ადამიანები არიან იძულებულები, წავიდნენ ქვეყნიდან, დატოვონ ოჯახები, დატოვონ ბავშვები, იმიტომ რომ დგანან ისეთი ალტერნატივების წინაშე, რომ ფიზიკურად სხვა გამოსავალი არ არის. ეს ყველაფერი ქმნის დისონანსს. რატომღაც მივიღეთ რეალობა, რომ ქალები უფრო აქტიურად არიან ეკონომიკურ პროცესებში ჩართულები და რეალურად საქართველოს ეკონომიკა მუშაობს ემიგრანტების მიერ გამოგზავნილი ფულით, ხო? მაგრამ მამაკაცებმა თითქოს დაკარგეს ფუნქცია. იმიტომ რომ მიჩვეულები არიან ქალების ლიდერობას, ჩვენ ყველა მამაკაცს რა თქმა უნდა არ ვეხებით, მაგრამ ზოგადად უმრავლესობაში მაინც ესეთი ადამიანები იკვეთებიან, ვინც მეუღლეების ლიდერულ პოზიციას ეთანხმებიან, ეს ქალები ან ემიგრაციაში არიან, ან თუ არ არიან ემიგრაციაში, აქ უწევთ ისეთ რეჟიმში მუშაობა, ისეთნაირად, რომ თვითონ არიან ოჯახის ტვირთის ძირითადი გამწევები, რაც აპირობებს პირველი იმას, რომ ქალებმა მასკულინური როლი მოვირგეთ, ქალურობა დავკარგეთ და მეორე არეული ურთიერთობები. ანუ მამაკაცი ყველა რა თქმა უნდა არა, მაგრამ ბევრი
არ არის იმ მეუღლის ერთგული, ან იმ პარტნიორის ერთგული, ვინც არის ემიგრაციაში წასული და იმყოფება პარალელურ და ურთიერთობებში. კითხვა ისმის რატომ? რატომ ეს ერთი და მეორე გამოსავალი რაში იქნება? რასაც შეიძლება ვიპოვოთ მე გამოსავალი? ვფიქრობ, გამოსავალი იქნება იმაში, რომ თვით ქალბატონებმა რაც აიღეს ის ტვირთი და მამაკაცებმა ასე ვთქვათ, ჩამოიხსნეს, შესაძლებელი არის, რომ ქალბატონებმა გადაუნაწილონ ის ტვირთი და უფრო სიძლიერე თუ სიძლიერეს გამოხატავს ქალი, რომელიც მიდის, ვთქვათ, ემიგრაციაში არის ოჯახის გადასარჩენად და ყველაფერს აკეთებს, მე ვფიქრობ, ჩემი აზრით ესე არის, რომ მამაკაც ხა აიძულო არა, მაგრამ როგორც თვითონ საკუთარ თავს აიძულა, რომ ყველაფერი გააკეთოს, ის უნდა გადაუზიაროს. 50-50 უნდა იყოს. ეს როგორ უნდა შეძლოს, ეს უკვე ქალზე არის დამოკიდებული. თუ არ გამოდის ეს თუ თემა, მე არ ბევრი გამოდის. შემთხვევა ვიცი, რომ არ გამოდის ხო, კოჩა. ესე იგი, ბევრი შემთხვევა და თითქმის ესე არის, რომ 90% უკვე ასე არის მონაცემებით, რომ ყველა ოჯახური მდგომარეობის, ფინანსური მდგომარეობის გამო, ფინანსური კრიზისის გამო ქალბატონი მიდის. თუმცა უკვე ახლა მამაკაცების სამსახურებიც არის, რაც ქალბატონები აკეთებენ, თქვათ, ემიგრაციის ყოფნის დროს და შესაძლებელი არის და შეუძლიათ რომ დასაქმდნენ და არისხდნენ რბილ სავარძლებში და მეუღლისგან გამოგზავნილი თანხებით არ და შემდეგ ხდება აქედან ურთიერთობებში ღალატიც. იმიტომ რომ მას უკვე ფინანსური მდგომარეობა ცივდება, ურთიერთობა მეუღლე უგზავნის თანხას, იმ ფინანსური მდგომარეობის შესაძლებლობით უკვე მას სურს ურთიერთობა, იმიტომ რომ ის უკვე წასული არის ოჯახის გადასარჩენად, შვილები და ასე შემდეგ და ამ ქალბატონს აბსოლუტურად ყველაფერი აქვს შემოხსნილი, ის ბედნიერება, რაც მან უნდა იხსნას ქალბატონს. და ურთულეს რეალობაში უწევთ ჩვენს ემიგრანტებს ნამდვილად მუშაობა, მოკითხვა ჩვენს ემიგრანტებს და გამძლეობას უსურებთ. ლიკა, რას დაამატებთ? შენი დიდი გამოცდილებიდან და ეს არ იყო მარტივი გზა შენთვის. ნამდვილად არ იყო მარტივი გზა, როდესაც მე მივიღე გადაწყვეტილება პანდემიის დროს დავტოვე საქართველოს, წავედი ემიგრაციაში. მეგონა უკეთეს გზას ვირჩევდი, თუმცა ეს ასე არ აღმოჩნდა. ემიგრანტობა არის ძალიან რთული. ვინც ემიგრაციაში იმყოფება, მათ აქვთ რკინის ნერვები, ესე ვიტყვი. თან შენ მოგიწია ბავშვების უძლიერესი ადამიანები არიან. მე აღმოჩნდი სუსტი და დაბრუნდი ძალიან მოკლე დროში საქართველოში. ბავშვების მონატრების გამო დაბრუნდი საქართველოში, ვერ გაუძელი ემიგრაციის ცხოვრებას. მესმის. შენ ნუ ამბობ რომ სუსტი ხარ, შენ ხარ ძალიან ძლიერი გოგო, იმიტომ რომ ემიგრაციისთვის შენი ხო ემიგრაციისთვის შეიძლება, იმიტომ რომ მე ვფიქრობ ალბათ სუსტი ვიქნები ემიგრაციისთვის. მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. რაღაცის თქმა მინდოდა და ბარემ გადავიდეთ ურთიერთობებზე, რახან დავიწყეთ ეს თემა. კი, შემდეგ უკვე ხდება ურთიერთობების არევა ხდება. საქართველოში ალბათ უდიდესი შეცდომა ის რომ 2 და 3 ცოლიანობა არ არის ესე შემოღებული და რელიგიის მიერ, სახელმწიფოს მიერ დადასტურებული, იმიტომ რომ რეალურად რაც ხდება, ნუ სასაცილოა ხო, სატირალი რო არ იყოს, რაც ხდება ჩვენს რეალობაში. მე ხა ჩემთვის იმიტომ ვაძლევ ამის უფლებას, რომ როგორც ფსიქოლოგი გარკვეული სტატისტიკა მიჭირავს ხელში. გოგოებთან მუშაობ ძირითად შემთხვევაში, თუმცა მამაკაცებთანაც მიმუშავია და ვიცი როგორი ტენდენცია არის. რამ განაპირობა ამ ურთიერთობების არევა? აი შენგან დავიწყებ და მე ლიკას ვკითხავ ქალების პოზიციიდან. მამაკაცები ბევრ შემთხვევაში ვერ მიდიან გრძნობებამდე. ანუ მამაკაც როცა უყვარს და მამაკაცის სიყვარული ძალიან ისეთია სიღრმისეული და მძლავრი. ბატონი გელა ამბობდა ჩარკვიანი, რომ მამაკაცის სიყვარული არის აბერაცია. ანუ გადახრა, ნორმიდან გადახრა, იმიტომ რომ თავისი ბუნებით მამაკაცი არის პოლიგამიური, ის არ არის მონოგამიური, მაგრამ როცა შეყვარებულია, ის ხდება ერთი ქალის ერთგული, ანუ მონოგამიური. თუმცა ბევრი მამაკაცი დღევანდელ რეალობაში ვერ მიდის სიყვარულამდე. ეს ჩვენი ბრალიც არის ალბათ ქალბატონების, იმიტომ რომ მას არ ვაცდით იმ ეტაპების გავლას, მათ არ ვაცდით იმ ეტაპების გავლას, რაც საჭიროა, რომ მამაკაც შეუყვარდეს ქალი. ეს ეტაპები შეიძლება რამდენიმე თვე გაგრძელდეს პირობითად, ხო?
გოჩა, რატო ხდება და სად უშვებთ ჩვენ როგორც ქალები შეცდომას და როგორ ხდება ზოგადად მამაკაცის სიყვარული როგორც ფენომენი? ეს რა ნუ ესე იგი ჩვენ ფენომენია? ვისაუბროთ სიყვარულზეც, ხო? Რა თქმა უნდა, სიყვარულის ეს თემაც ჩვენ განვიხილოთ. ვისაუბროთ ყველაფერზე. ყველაფერზე ვისაუბროთ. რაზეც ვფიქროთ, გვინდა. ურთიერთობებზე, ეს სიყვარულზე. არის მეგობრული პოდკასტი, რა თქმა მაგრამ უნდა. ბევრ ადამიანს მისცემს მოტივაციას, კი, რა თქმა ინსპირაციას უნდა. და თან მინდოდა ეს მხიარულ ნოტაზე კი, რა თქმა დაგვესრულებინა უნდა. ჩვენი სეზონი. რა თქმა უნდა და ბევრ საინტერესო, ნუ რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ჩვეულებრივ ენაზე რომ გადმოგცეთ ეს ყველაფერი, სიყვარული ეს ასევე არის ერთდროულად არის გრძნობა და არჩევანიც და ურთიერთობებიც. მე ვფიქრობ, სიყვარულის გამო თავი არ უნდა დაკარგოს არც ქალბატონმა და არც მამაკაცმა. და თავის დაკარგვა რას ნიშნავს? თუ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა არ იქნება, ორი ადამიანის ერთმანეთთან დაკავშირებით, ურთიერთობებით, პატივისცემა, ღირსების დაცვა, როდესაც დაიწყება ეს ურთიერთობები და უკვე გაღრმავდება და უკვე კავშირში გადადის ისეთ კავშირში, რომელიც ფიქრობს ის ორი ადამიანი რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, აი მე ვფიქრობ აქ არის სიყვარული. სიყვარული ამბობენ ხოლმე რომ არისო სამმხრივია. შეიძლება ქალიდან მეტად უფრო ქალის მხრიდან იყოს ძალიან გაძლიერებული, პირველ რიგში ხდება ვნება, ლტოლვა და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე ეტაპობრივად უკვე რაღაც ასე ვთქვათ გაფილტრა ხდება და უკვე ურთიერთობებზე და მის პატივისცემაზე და ღირსებაზე ამახვილებს ყურადღებას. მე ვფიქრობ რომ ბალანსიც საჭირო არის ურთიერთობებშიც და ვფიქრობ რომ მამაკაცი როდესაც შეყვარებული არის, ქალისთვის ყველაფერს გააკეთებს. და რა თქმა უნდა, იმასაც აღნიშნავ, რომ ქალბატონი, რომელიც მამაკაცი არის შეყვარებული, ის ქალბატონის ყველაფერს გააკეთებს. აი, როდესაც ორივე საპირისპირო სქესის მიმართ ორივეს აქვს ერთმანეთის მიმართ ძალიან ძლიერი ნება, სიყვარული, ღირსების, პატივისცემა და ასე შემდეგ, უფრო მეტად დააფასებენ ერთმანეთს. მაგრამ აი სამხრივს ესე სიტყვას ვიტყვით, სამხრივი როდესაც არის ძალიან ბევრი პრაქტიკულად ცხოვრებაში ყველას გამოუცია, რომ სამხრივად არის შეყვარებული და გრძნობს ქალბატონი ან პირიქით მამაკაცი, რომ რაღაც ისეთი ძლიერი არ არის, როგორც ვთქვათ, ჩემგან გადის ეს სიყვარული. იმიტომ რომ ის იმ ადამიანის სიახლეები, ის ყველაფერი, როგორიც არის მის შინაგანი სამყარო, ხომ? იმ წამსვე იმ დღიდანვე, როდესაც გადავწყვეტ რომ ჩვენ ეს ადამიანი გვიყვარს, უნდა მივიღოთ ისეთი და არა შემდეგ უკვე ძიებაში არ უნდა დავიწყოთ და არ ვეძიოთ მისი თქვათ რაღაც ისეთი მომენტები, რომელიც მას დაბრკოლებას შეუქმნის ურთიერთობებში და თავისუფლება უნდა გქონდეს. აი თავისუფლების შეზღუდვა იმას კი არ ნიშნავს, რომ ფიზიკური თავისუფლება, აი ის რაც ჩვენ მანამდე ვაკეთებთ, იმ ყველაფრის თავისუფლების შეზღუდვა, ნუ რაღაცა ეჭვიანობები და მსგავსი რაღაცები ეს ადამიანებში ხდება, როდესაც ძალიან გიყვარს ადამიანი, შემდეგ უკვე ეჭვიანობ ყველაფერზე და ყველაზე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ეჭვიანობა აი ზუსტი წერტილი დაიჭირე შენ. მამაკაცი როცა ეჭვიანობს, მამაკაც უყვარს. და მე ვფიქრობ რაღაც სერიოზულად აღიქვამს ქალს. მე ვფიქრობ, ხო, მაგრამ აქამდე მისვლა არის რთული. კარგია, შეიძლება ბევრ ეჭვიანობაც ქალს ეს თანამედროვეობაში რატომღაც არ შეუძლია. იმიტომ რომ ქალები უფრო მალე შედიან გრძნობებში. ჩემი დაკვირვებით. უფრო მალე შედიან გრძნობებში და მამაკაცებს ჭირდებათ დრო. რაღაცა პერიოდი მამაკაცებს ჭირდებათ ის მომენტი, რომ ერთს მისწერე, ორს მისწერე, სამს მისწერე პარალელურად შენც მოგწეროს, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვიტანთ. ჩვენ ვიწყებთ სოციალური ქსელების რაღაცა დათვლა ფოლოვერები. არა და ყველაზე დიდი შეცდომა არის, ხო, ყველაზე დიდი სისულელეა, მაგრამ ქალი მაშინ არის ჭკვიანი, გოგოებო მომისმინეთ, როცა თქვენ თვითონ შეგიძლიათ გოგოებო მამაკაცი მიიყვანოთ იმ წერტილამდე, რომ თვითონ გითვალოთ ფოლოვერები. ასეთი ქალები არიან ჭკვიანი ქალები. ჩვენ ხელს უწყობთ ასეთი ქალების გაძლიერებას და სხვათა შორის მე მგონი შენ მალე კოუჩი გახდები. მე ესე მგონია, მე ესე ვფიქრობ. გოჩა, ეხლა ლიკაზე გადავალ და ბერე გკითხავ ერთ რაღაცას, მაგრამ შენ მაინც არ გითხარი. როგორ უყარდებათ მამაკაცებს ან როგორ ირჩევენ იმ ერთს? უნდა დაემართოთ, არა, ჯერ ლიკამ და მე შენ. უნდა დაემართოთ სიყვარული თუ უნდა გადაწყვიტონ? მე ბევრი მამაკაცის გამსმენია, ნუ ბევრისგან თუ არა რამოდენიმესგან, მაინც რომ მე შემიყვარდება, ნუ გონებით ვიღებ გადაწყვეტილებას და ასეთი რაღაცა როგორ ხდება? გონებით ხო, ნუ გონებით გადაწყვეტს, თქვენ წყვეთ, არა, კაცები უფრო გონებით მოქმედებენ, ქალები ემოციებით მოქმედებთ. ეს დადასტურებული ფაქტია. ანუ გონებით ღებულობთ გადაწყვეტილებას, ვინ შეგიყვარდეთ და როგორ შეგიყვარდეთ თუ გემართებათ ეს სიყვარული. იცით რა არის რაღაც ჩემს პრაქტიკულ ცხოვრებაში
მსგავს შეიძლება არ მიფიქრია ეს რომ ჩემი ფიქრები რაღაც ასე შემყარებოდა მე ჩემი ფიქრები თუ გადამეყვარებინა რაღაც მაგრამ როგორც ასეთი რაღაც მომენტები როდესაც შეყვარებული ხარ და იმ პერიოდში ხარ რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ ურთიერთობებში ეჭვიანობები და ასე შემდეგ ორივეს მხრიდან მცირე გადახრები იყო და მე ფიქრობ რომ ეს გადახრები მცირე პატარა კარგი მაგრამ აი დოზაზე მეტად გადავაჭარბებული რაღაც უფრო რაღაც ფსიქოპატურ და ძალიან ცუდ ურთიერთობებში გადადის რომელიც არაჯანსაღია ტოქსიკურიც არაჯანსაღი არის და იდგუნები იღლები და იცით როგორ ახარ და ევედრები აღარ მინდა ეს ადამიანი მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან გიყვარს მაგრამ ამბობ არ მინდა და ყველაფერს აკეთებ თითქოს იმას რაღაცა ლანძღავ აგინებ და ასე შემდეგ მაგრამ არ გინდა მაგრამ გინდა ესე იგი ვერ გაიგებ რა არის მე ვფიქრობ რომ ეს უნდა დასრულდეს როდესაც მეორე ადამიანთან არ მოდის ის გრძნობა დიდი რომელიც შენგან ეს გადის მე ვფიქრობ იმ ადამიანთან სიყვარულიც ბალანსი უნდა იცოდეს ადამიანმა მე ვფიქრობ დოზირებად კოუჩო ლიკა გელოდებით თქვენ შეფასებას ველოდებით ესე იგი უკვე კოუჩი გახდა ლიკა კოუჩი მალე გახდება ძალიან კარგი რას გვეტყოდით შექმნილ ანუ ამ რეალობასთან დაკავშირებით შენ გაქვს როგორ თქვა ინფორმაციაც გაქვს გარკვეული გამოცდილებაც გაქვს გამოცდილება იცი როგორ მუშაობს სისტემა საქართველოში და ძალიან რთულია საქართველოში მოდი პირდაპირ ვთქვათ როცა შენ ხარ მეუღლის გაშორებული და უკვე სამწუხაროდ მამაკაცთა დიდი ნაწილი ასეთ ქალბატონებს სერიოზულად არ უყურებს. უკვე რაღაცა იარლებს აწებავენ, რომ ავტომატურად, ოღონდ ეს მართლა ავტომატურად ხდება. შეიძლება პიროვნებას არ იცნობდე, მაგრამ რახან ოჯახი აქვს დანგრეული, იარლიყი ავტომატურად ეწებება. მე მეგონა ეს არ იყო, რაღაცა უფრო თანამედროვე სისტემაში უყურებდი ჩვენი სოციუმის და საზოგადოების ცხოვრებას, მენტალიტეტს და ზოგადად აზროვნებას, მაგრამ მე რო ფსიქოლოგიის სიღრმეში შევედი და ვნახე რა ხდება ქალბატონების რეალობაში, მივიღე დიდი შოკი. ამ შოკიდან გამოსასვლად კიდე გარკვეული დრო დამჭირდა. ასეთი ქალბატონები არიან თითქოს სოციუმის მხრიდან ჩამოწერილები. ანუ შენ თუ ოჯახს დაანგრევ, უკვე შენი ოჯახის წევრებიც კი ცუდად გექცევიან, ცუდად გელაპარაკებიან, ანუ ეს იმიტომ რომ მიიღე ასეთი ცუდი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ქალები ხარ ღებულობ. ძირითად შემთხვევაში თუ კი ქალი ღებულობს ამ გადაწყვეტილებას, არის ძალიან დიდი ფონი, რის გამოც ის ხდება იძულებული, რომ მიიღოს გადაწყვეტილება და წამოვიდეს ოჯახიდან. მე ვფიქრობ მაინც იმედი მაქვს რომ ეს ტენდენცია შეიცვლება დროთა განმავლობაში და უფრო განათლების გათვითცნობიერების მომენტების ხელს შეუწყობს და ახალ თაობაში უკვე ნაკლებად იქნება, მაგრამ ამ რეალობებში ოჯახის დანგრევა ჩვეულებრივი მომენტია და მომდევნო ათწლეულში კიდე ძალიან ჩვეულებრივი იქნება, იმიტომ რომ ადამიანები ძალიან მალე იბეზრებენ ერთმანეთს, იმიტომ რომ ურთიერთობაში ძირითადი ღერძი რაც ეფუძნება მეგობრობას, ურთიერთობაში არ გვაქვს ჩვენ. ამას არ ვაკვირდებით, პირველადი რაღაცა იმპულსით მოქმედებთ და ეს პირველადი იმპულსი მალევე ქრება. დავიწყებ იქიდან, როდესაც ხდება ოჯახის შექმნა გაუცნობიერებლად, ადრეულ ასაკში, აქედან დავიწყებ. ძალიან საინტერესო თემას შევეხეთ. ჩემთვის არის ძალიან საინტერესო პირველ რიგში. ასევე მყავს გარშემო ადამიანები, ვისაც აქვთ ცხოვრებაში პრობლემა, ბევრი არის გაშორებული მეუღლეს, ბევრი ებრძვის ამ ყველაფერს, ანუ რას გულისხმობ ხა ამ ყველაფერში. იმას გულისხმობ, რომ როდესაც ქალს ოჯახი ენგრევა, ის იწყებს ახლიდან ცხოვრებას. ქალისთვის არის თავიდან ეს ეტაპი რთული, ეს გზა რო გამოიაროს. როცა ამ გზას გაივლის და რაღაცა დრო რო გადის, ქალი უფრო ხდება თავდაჯერებული, უფრო ხდება ძლიერი, უფრო ხდება მებრძოლი და მას არ აქვს შიში. არაფრის შიში არ აქვს ცხოვრებაში. მაგრამ აი ამ საზოგადოების წინას როგორ უნდა გაუძლოს მას უწევს საზოგადოებასთან ბრძოლა. რა თქმა უნდა.
განაშორებ ქალს კარგი თვალით არ უყურებენ. ხო? ანუ მან ბევრი კითხვები ჩდება, ბევრი ფიქრები მოდის ადამიანებისგან. როდესაც გაშორებული ქალი მუშაობს საკუთარ თავზე, მას აღარ აინტერესებს საზოგადოების აზრი. ნამდვილად, მაგრამ ასე დროს უნდა შეგეძლოს შენი საკუთარი თავის დაყენება მოწოდების სიმაღლეზე. ანუ როცა შეგიძლია შენი თავის დაყენება მოწოდების სიმაღლეზე, ოღონდ ამას ჭირდება ძალაუფლება. ძალაუფლება რომ აიღო ხელში, ამას ჭირდება გათვითცნობიერება, ბევრი რაღაცის გადალაგება, მაგრამ იმის გააზრება, რომ შენ ვიღაცა ცუდად გიყურებს, ამიტომ არის ძალიან რთული პირველ რიგში შენთვის. მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ ამას რომ გაატარებ საკუთარ გონებაში და სხვა შორის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს ფსიქოლოგების და კოუჩების დახმარება, რომ ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს ყისიერად რომ გაიაზრონ, გააცნობიერონ და როცა გრძნობ რომ შენ ყავს მხარდამჭერი, შენ გაქვს უკვე ძალა. ეს ძალა თანდათან მოდის. მე ვფიქრობ, თუ კი შეიცვალა ეს ტენდენცია, შეიცვლება ალბათ ისევ ცნობიერების ამაღლებით. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, ჩემი დაკვირვებით, მომდევნო 10 წლის მანძილზე კიდევ მეტი ოჯახი დაინგრევა. დაინგრევა არსებული ოჯახებიც, დაინგრევა ოჯახები, რომლებიც შეიქმნება. მალევე დაინგრევა თან, თუ ამ ოჯახებს არ ექნება ღერძი და ეს ღერძი ურთიერთპატივისცემაზე, მეგობრობაზე და ყველაზე მთავარი, სულიერ კავშირზე გადის. ანუ სულიერად უნდა დაემთხვეს ერთი ადამიანი მეორე ადამიანს. ნუ სხვათა შორის კიდევ ვფიქრობ ერთ რაღაცას და მაგას მერე ვიტყვი, მაგრამ ეხლა ვიტყვი. ჩემი დაკვირვებით უფრო წამოვა ასეთი ტენდენცია, რომ ასაკოვანი ქალები, ნუ 10-15 წლის სხვაობა რომ იქნება ქალსა და მამაკაცს შორის, მამაკაცებს როცა მოუნდებათ სულიერი განვითარება და წინსვლა, იმიტომ რომ ეს ფიზიკური კმაყოფილება და ეს ყველაფერი მალე ამოწურავს თავის თავს, ასეთ ბიჭებს, ასეთ მამაკაცებს მოუნდებათ მათზე უფროსი ქალები. ჩემი აზრით, მომდევნო 10 წლის ტენდენცია იქნება ასეთი, ამას უკვე ამ შტრიხებს მე ვატყობ. ლიკა, ბოდიში მე შენ გაგაწყვეტინე, გთხოვ გააგრძელე, ძალიან საინტერესო თემა შეეხე. ჩვენ არ გვინდა პირადი მაგალითები, მაგრამ გვინდა საუბარი ზოგადად. არა, პირადი მაგალითიც უნდა მოვიყვანოთ, რომ საზოგადოებას აუხსნათ, ანუ მე პრობლემა არ მაქვს. მე ვეტყოდი იმ ქალბატონებს, ვინც არიან მარტოდ ცხოვრობენ, ზრდიან შვილებს, არ დაკარგონ ცხოვრებაში мотиваცია. ცხოვრება გრძელდება. თუ კი ადამიანი მოინდომებს, ცხოვრება შეიცვლება და უფრო უკეთესიც გახდება. ნამდვილად. გეთანხმებით, რამე სხვა არ დაამატებდით, ბატონო გოჩა? მე ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი ასე ვთქვათ, სქესია ქალბატონი. ძალიან ძლიერი და მას შეუძლია ყველაფრის გადალახვა. აღიარებ, რომ მამაკაცი შეიძლება ფიზიკური მონაცემებით, მაგრამ ქალი არის, რომელიც ყველაფერს აკეთებს. გახდება დედა, შემდეგ უკვე ოჯახის, ასე ვთქვათ, ბურჯი ხდება, ოჯახის მეთაური ხდება და რატომ არის ხოლმე, როდესაც აქორწინდებიან და მეუღლის გარეშე, რომ მეუბნებიან, მეუღლის გეშინია, არა, შიში არ არის, ის არის ყველაფრის მართველი და კარგად გრძნობს მეუღლე თავს და შემდეგ რაღაცა გართობები რომ მოუნდება მეუღლეს უკვე აქ უკვე ურთიერთობების დარღვევა, ამიტომ არის რომ მე ძალიან ვაფასებ ქალს, იმიტომ რომ ძალიან დიდი და მძიმე ტვირთი აქვს და დასაფასებელი არის და ყველა ქალბატონს მიუმართავ რომ საკუთარი თავის ფასი იცოდნენ და ღირსება ჰქონდეთ იმის რომ მისმა მეუღლემ და თქვათ ნებისმიერ მამაკაცმა დააფასოს ის. დიახ, ძალიან ძლიერი სქესი. ბრძანდებით ქალბატონები და წარმატებები მინდა რომ გისურვოთ და უფრო გაძლიერდით. ნუ რა თქმა უნდა ცხოვრების ეტაპზე ეს ხდება, ყოველთვის იყო, არის და იქნება. ამიტომ საკუთარ თავზეც უნდა ვიმუშაოთ, რომ უფრო მეტად ძლიერები გავხდეთ. ქალი როდესაც შეიყვარებს საკუთარ თავს და ქალი როდესაც აი ეს ცხოვრებაში თავს დააყენებს ყველასე წინ პირველი, მაშინ დააფასებს სამყარო.
მაშინ დააფასებენ ადამიანები. ნამდვილად. აი ეს კი, უნდა საკუთარ ისწავლოს თავის სიყვარულს ქალმა. ვიზუალურად არ არის აუცილებელი ლამაზი. ყველა ქალი ძალიან ლამაზია თავისი მოძრაობით და თავის ქარიზმით, მაგრამ ვფიქრობ, რომ როდესაც აი ლიკას დავეთანხმები, რომ საკუთარ თავს მეტად შეიყვარებს, მე ვფიქრობ საკუთარ თავს არ იყვარებენ, იმიტომ რომ პრიორიტეტი არის თქვათ ოჯახის სხვადასხვა წევრები, შვილები, მეუღლე და ასე შემდეგ, რაღაც კიდევ სხვა საოჯახო საქმეები და აქედან გამომდინარე თავისთვის დრო აღარ რჩება. აი შიგნით რომ შეყვარებული იქნება საკუთარ თავზე, ну შეყვარება ეს უკვე ყველა მიცის რა უნდა გააკეთოს. აი ამ დროს მისი სხეულიც, მის შინაგანი სამყაროც ლამაზდება, უფრო საინტერესოც ხდება და მისი ღირსებაც უფრო მეტად იწევს ზემოთ. აი მისთვის უკვე, მისი მეუღლისთვის უკვე ის შესამჩნევი იქნება და ის იტყვის, რომ თურმე ყველაზე კარგი მეუღლე მყოლია მე და ამიტომ უნდა დავაფასო და უნდა ვიყო მისი ერთგული. ნამდვილად და ყველა კრიზისი ცხოვრებაში ყველა ადამიანს მე სქესის მიხედვით ახლა არ გამოვყოფ ადამიანებს, ყველა კრიზისი გვემართება იმიტომ, რომ უფრო მეტად შევიყვაროთ თავი. ზოგ ადამიანს გონია, მაინც მამაკაცების შემთხვევაში არის ეს ტენდენცია, რომ უყვართ საკუთარი თავი, მაგრამ სიყვარულის ეს აღქმა და გაგება არის არასწორი, იმიტომ რომ შენ როცა საკუთარი თავი გიყვარს, შენ სხვას ტკივილს არ აყენებ, შენ სხვებით манипуლირებას არ ცდილობ და პრინციპი გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი, როგორც თავი შენი. ეს ამოსავალი წერტილი ეს პრინციპი თუ იქნება, მე სხვას არ გაუკეთებ იმას, რაც მე არ მინდა გამიკეთონ და სხვას არ მოვექცევი ისე, როგორც მე არასოდეს არ მოვექცეოდი ჩემ თავს, აქედან იწყება ყველაფერი. თუმცა ქალბატონების შემთხვევაში მაინც კრიზისებს გავდივართ, იმიტომ რომ ჩვენ ვისწავლოთ ჩვენი თავის ფასი და პირველი თანამედროვეობაში უფრო უკვე ამ რეალობაში კვეთება ის, რომ ჩვენ ვისწავლოთ მარტოობა. შენ თუ შეგიძლია მარტოობა, ну ქალებმაც, კაცებმაც, შენ თუ შეგიძლია შენი მარტოობის მიღება, გაძლება და იქიდან გაქცევას არ ცდილობ, ანუ შენ შეგიძლია შენი რეალობების შეცვლა. მე ყოველთვის მოუწოდებ გოგოებს, რომ როცა სრულდება ურთიერთობა და თუ კი მით უმეტეს ფიზიკურ ურთიერთობაზე არის საუბარი, როცა ადამიანთან ჰქონდათ ფიზიკური ურთიერთობა, მე ვეუბნები, რომ დროის კონკრეტული მონაკვეთი 6 თვე, 1 წელი, შეიძლება ცოტა მეტიც, ვისაც როგორ ჭირდება ინდივიდუალურად, დარჩი შენს თავთან მარტო. ეს მუშაობს ყველაზე მეტად. შენ სწავლობ შენს თავს, შენს მინუს პლუსებს და შენ იღებ შემდგომ უკვე ამ დაკვირვებიდან გამომდინარე საკუთარი თავის უფრო ძლიერ და უკეთეს ვერსიას და აღარ შედიხარ მსგავს ურთიერთობებში მეორეჯერ. ყველა ვითარებაში როგორი ურთიერთობაც არ უნდა იყოს. ეს ადამიანი უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო დროის კონკრეტულ მონაკვეთში. და ეს არის ალბათ წარმატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინაპირობა, იმიტომ რომ როცა ერთ ადამიანს მეორეთი ანაცვლებს, შენ ისევ ბოჯადოებულ წრეში ხარ და ვერასოდეს ვერ ხდები წარმატებული, ну სოციალურ ცხოვრებაში გულისხმობ, შენ ხდები ამ ილუზიების მსხვერპლი, მე ეს შევიძლია, ასეთი ვარ, ისეთი ვარ და ერთ-ერთი წერლის გაბოთქმა არ მახსოვს ვისი, სასაფლაო სავსე იმ ადამიანებით, რომელთაც ერთ დროს ეგონათ, რომ თავი ძალიან მაგრები ეგონათ საკუთარი თავი. შენ შეიძლება რაღაცა გეგონოს, მაგრამ ამის იმპლემენტაცია, ამის განხორციელება არის რთული. თუ შენ თავს, შენს ემოციებს ხელში არ აიყვანო. გეთანხმებით რა თქმა უნდა და მე ვფიქრობ გამოფხიზლების ეტაპი არის თუ თქვათ ის რაღაც ოჯახის დანგრევის თუ რაღაც ის მოხდა. ზოგადად ურთიერთობების რღვევა. კი, ურთიერთობების რღვევა რა ყველაფრის შედეგად უფრო გამოფხიზლების ეტაპი რომ უფრო გაძლიერდეს. ქალიც და მე ვფიქრობ მამაკაციც. რამეს ხომ არ დაამატებდი? ჩემი პირადი გამოცდილებიდან ვიტყვი. მარტოობის შიში არ უნდა გქონდეს ადამიანს. მე პირადად, როდესაც მარტოდ ვრჩები, ბევრ რაღაცების გააზრებას ვიწყებ, ბევრ რაღაცების კაცნობიერებას ვიწყებ თვით განვითარებაზე ფიქრს, ბევრ რაღაცის შეცვლას ვიწყებ, ანუ მარტოობა არის კარგი გამოსავალი თუ გინდა რომ შენ ცხოვრებაში შეცვალო ყველაფერი უკეთესობისკენ. კი, ნამდვილად.
და რეალობები რო შეცვალო. კი, რეალობასაც და ანუ მე როგორც გადახარისხებასაც აკეთებს ადამიანი მარტოობის დროს, ანუ რაღაცებს გადაახარისხებს. აი, რაღაც როგორც მინუსებს რო დაინახავს, ისე დაინახავს პლუსებს. იმ მინუსებს გამოასწორებს, იმ პლუსებსაც შეიყვარებს პირობითად, ხო? და ბევრ რაღაცების გაცნობიერება ხდება რა, ანუ რეალიზდები შენს თავთან და იწყებ მუშაობას საკუთარი თავის. ნამდვილად და რეალურად ბოლო წერტილში ხვდები რომ ვიღაცამ გატკინა, ვიღაცამ გაწყენინა, ოკეი, მაგრამ ეს ადამიანები, ვინც ცუდი გაგიკეთა ცხოვრების მანძილზე, ვინც არ დაგაფასა, ვინც თქვათ პირობითად დაქცინა, შეურაცხყოფა მოგაყენა, ან რაღაცა ცუდი გაგიკეთა ზოგადად ბევრი რაღაცა. საბოლოო ჯამში ყველა მათგანს მიყავხარ საკუთარ თავამდე, საკუთარი თავის იმ ძლიერ ვერსიამდე, რომელიც სადღაც ასტრალში არის და რომლამდეც შენ უნდა მიაღწიო და ეს არის ეტაპები, რაღაც 5 წლის წინ, 10 წლის წინ მე უკან რომ მოიხედავ, რამდენი რაღაცა გამოვიარე რა, მაგრალარ, ოღონდ ეს უნდა შეძლო. კი, აუცილებლად ამის ძალა უნდა იპოვო საკუთარ თავში. და აი ადამიანები, რომლებიც ტკივილს გვაყენებენ პირობითად ცხოვრებაში, ჩვენ უნდა შეგვეძლოს მათი პატიება. როდესაც ჩვენ მათ პატიობთ, ჩვენ სულიერად ვიწყებთ ამაღლებას. კი. უფრო გავრწყინებას, უფრო სინათლისკენ ვიწყებთ წასვლას. ანუ პატიება უნდა შეგვეძლოს. მაგრამ ეხლა ერთი ნიუანსია და განთავისუფლდი. კი, მაგრამ პატიობ, თავისუფლდები. მაგრამ ის რა ტკივილიც მოგაყენა, მაგას ვერ ვიწყებ. ხო. მაგის დავიწყება შეუძლებელია. ანუ რო აპატიებ ადამიანს, შენ თავისუფლად გრძნობ თავს. მაგრამ ერთი ნიუანსია კიდევ. ბევრს არ შეუძლია. რომ აპატიო, არა, ბევრს არ შეუძლია. ჩემი თეორიით, ჩემი ხედვით ყოველ შემთხვევაში. რომ აპატიო ადამიანს. შენ იმ რეალობას უნდა მოცილდე. ანუ ნახე რისი თქმა მინდა. კონკრეტული რეალობიდან უნდა შეძლო მენტალურად წამოსვლა, ფიზიკურადაც წამოსვლა და უნდა გაიზარდო. შენ თუ ვერ გაიზრდები, ანუ ისე თუ იმ რეალობაში ხარ და უკან იყურები, შენ იმ ტრამვებში ხარ, იმ სიტუაციებში ხარ და წინ ვერ მიდიხარ. შენ თუ წინ ვერ მიდიხარ, ვერ აპატიებ. აი, შარშანწი რაღაცა პოსტი დავწერე, რაღაცა ერთ-ერთმა ადამიანმა დამიწერა, აპატიე გაუშვი. ანუ ისე ამბობენ ამ სიტყვებს აპატიე გაუშვი, ზოგჯერ გონია რომ ანუ მართლა ესე პატიობენ და ესე იოლად უშვებენ ეს ადამიანები ამ სიტუაციებს. ანუ გაუშვი. ეს არის პროცესი. ზოგჯერ ძალიან ბევრი წელი მიმდინარეობს ეს პროცესი, ინდივიდუალურია ყველაფერი. ზოგისთვის მარტივია, ზოგისთვის რთულია, მაგრამ ეს არის პროცესი და აპატიე გაუშვი, თუ ვამბობთ რომ ეს პროცესია, მაშინ ეს ყველა შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია ერთადერთ შემთხვევაში. შენ თუ შენი თავის უკეთეს ვერსიას ქმნი. შენ თუ იმ სიბრაზეში ხარ, იმ ბოღმაში ხარ, იმ ტკივილში ხარ, იმ ტრამვებში ხარ და რაღაც 15, 20, 30 წლის წინ რაღაცა რო მოხდა ისევ იქ თუ ხარ, თუნდაც უფრო თქვათ 2-3 წლის წინ ისეთ რეალობაში. შენ ვერც აპატიებ, ვერც გაუშვებ იმ ქრისტიანულ დოგმებშიც იტყუები, მუხლებსაც ტყუილა იტყავებ, როცა ეკლესიაში დადიხარ და თავსაც ატყუებ. თუ შენ ამბობ მე ვაპატიე, ჩემი ხედვა ყოველ შემთხვევაში. მე რასაც უყურებ, შენ იმ რეალობაში არ უნდა იყო. შენ ბევრად წინ უნდა წაიყვანო შენი თავი, იმ რეალობას უნდა მოშორდე და აპატიებ რომელია საერთოდ ტკივილი გაგახსენდება მართალი ხარ, მაგრამ არ ექნება ისეთი ეფექტი იმ ტკივილს, ის ან мотиваციას მოგცემს, ან უკეთეს ადამიანად გაქცევს, ან ძალიან დიდ გაკვეთილს გასწავლის. და ყველაზე კარგ გაკვეთილებს ცხოვრებაში გვასწავლიან ყველაზე ჭყალებში, ცუდი ადამიანები. ცუდი ადამიანები. ხო, მაგრამ ცუდებიც არ არიან ისინი, არიან ჩვენი მასწავლებლები. იცით რა არის თამო, აი ცუდი ადამიანები შეიძლება ადამიანი იყოს პირობითად კეთილი, მაგრამ გაუცნობიერებლად მოიქცეს ისე რომ შენში დატოვოს შთაბეჭდილება რომ ის არის ცუდი ადამიანი. კი. მაგრამ ესეც ნახე აღქმითი რეალობაა, რაღაცა მომენტი რომ რაღაცები ხდება გაუცნობიერებლად. ხო, არის ეს მომენტი, მაგრამ ნახე, ყველაფერი ხა შენს აღქმაზეა. პირველი, შენ რამდენად დიდი ეგო გაქვს. ახლა შეიძლება რაღაცა მომენტში ყველანი ვტკენთ ერთმანეთს. ეს არ არსებული, ახლა ჩვენ სტერილურ გარემოში არ ვართ.
რაც არ უნდა ეცადო რომ მე არავის არ ვატკენ შენ მაინც მოგიწევს ცხოვრებაში ის მომენტი როცა ვინმეს მაინც ატკენ მაგრამ პირველი გააჩნია სიტუაციებს რა სიტუაცია არის და გააჩნია შენი ეგო როგორ არის ამ შემთხვევაში მე მაგალითად წლების წინ როცა მგონებია რომ ეს ადამიანი რაღაცა ტკივილს მაყენებს ნუ ოკეი რაღაცა ყურადღებას ვაქცევდი რაღაცა შემეცვალა მე აზროვნებით მოდუში რაღაცა და მივხვდი რომ ის იქცეოდა თავისი რეალობის შესაბამისად ეს ადამიანი ნუ იმ რეალობაში მეტი სხვანაირად არ შეეძლო ბევრი რაღაცის გამო არ შეეძლო ამიტომ ზოგადად თუ ვისაუბრებთ მაინც ყველაფერი პირობითია მაგრამ თუ ადამიანი განზრახ იკეთებს ცუც განზრახ წინასწარ განზრახვით ეს უკვე არის არჩევანი ეს არის სიბოროტე ხო სიბოროტე მაგრამ ყველაფერს რასაც ენერგიას მისცემ და ყურადღებას დავუთმობ მრავლდება რასაც ყურადღებას მოაკლებ და ენერგიას არ მისცემ იკლებს რას დაამატებდით კოუჩო ლიკა სხვადასხვა შენს ნახატებზე მინდოდა მეთქვა შენ გამოფენას აპირებ როგორც ვიცი კი მომავალში ვაპირებ და აუცილებლად შეეძლება მის განხორციელებას მანამდე კოუჩი უნდა გახდე რას დავამატებთ აი ცუდი ადამიანებისგან უნდა დავიცვათ თავი და როგორ არ უნდა დაუთმოთ დრო არ უნდა მივცეთ იმის საფუძველი რომ ჩვენ მოგვაყენოს ტკივილი და ეს ანუ როგორ ხდება უნდა გაერიდო თავის გზაზე ხო მაგრამ ეხა ნახე აი ხა შენ რო დაიწყებ და მე ვიცი რომ დაიწყებ მე ვიცი რომ დაიწყებ თანდათან აი როცა დაიწყებ კარგი მოვიდა ადამიანი შენთან და გეუბნება აი დამეხმარე სესიები მინდა შენთან გავიარო და მოდის ადამიანი გეუბნება თავის ოჯახის წევრზე გიყვება მე ბევრი მაგ ეგეთი кейსი ხო სად უნდა წავიდეს როცა ფიზიკურად ვერ მიდის აი ხო არიან ძალიან ბევრი ქალებიც არიან კაცების დედაშვილურ ურთიერთობაშიც კი ვერ მიდიან რეალობებიდან რა უნდა გავაკეთოთ? აი ამ დროს როგორ უნდა მოვიქცეთ? ლიკამ თქვას და მე ვიტყვი. რა უნდა გავაკეთოთ? ანუ როცა აი იმ წუთას იმ რეალობაში ფიზიკურად ანუ ვერ ახერხებ რომ დაეხმარო ადამიანს მაგას იცახი? არა მე დავეხმარები და შეც დაეხმარები მაგრამ ფიზიკურად ვერ წავა. ხო ვერ წავა ვერსად ფიზიკურად. წასასვლელი არ აქვს. ემოციის მართვა უნდა ისწავლონ. ხო აი რაღაცა ადამიანი პირობითად იწყებს კონფლიქტს პირობითად შენ უნდა ისწავლო ცივი გონებით პასუხი ძალიან მოკლედ უნდა უპასუხო ან მას ისეთი პასუხი უნდა გასცე რომ მისთვის იყოს დამაკმაყოფილებელი და შენთვის კიდე არ აღმოჩნდეს საზიანო კი ანუ საზღვრები უნდა კონდეს ემოციების მართვას როცა ადამიანი ისწავლის კი იქ უკვე ლაგდება კი ზუსტად ურთიერთობები შენ რომ მკითხე მე რას ვეუბნები ნახე ყველა ვარიანტში დროთა განმავლობაში თუ ურთიერთობა ვერ ლაგდება მაინც გაცლა ხდება უნდა გაეცალო მაგრამ იმ წუთას თუ ეს არ გამოდის საკუთარი თავის ხელში აყვანა საკუთარი საზღვრების შემოსაზღვრა იმიტომ რომ შენზე გავლენას ახდენს ის რაღაცა რასაც არ უნდა გადამოვიდეს ხო შენზე გავლენას ახდენს ის რაღაც რასაც შენ აძლევ ენერგიას ეხლა 24/7-ზე ვიღაცა როცა ტვინს გიბურღავს და რაღაცა უნდა შენგან ენერგია და შენი წყობილებიდან გამოყვანა თუ ფიზიკურად რაღაცნაირად ვერ მიდიხარ ანუ საცხოვრებელს თუ ვერ ტოვებ რაღაცნაირად მაინც რო განერიდო დროის გარკვეული მონაკვეთით რო მოშორდეთ და მაქსიმალურად იმ კონფლიქტურ სიტუაციებს ენერგია არ მისცე რა შენი საქმე აკეთო და ლიკამ როგორც თქვა ანუ გაეცი პასუხი ისეთი პასუხი რომელიც იქნება ნეიტრალური და კონფლიქტს არ გამოიწვევს თუმცა ეხლა არიან ბევრი ადამიანები გინდა თუ არა რაც არ უნდა პასუხი გასცე მაინც გითრევენ ამ სიტუაციაში ტოქსიკურები არიან და სხვანაირად არ შეუძლიათ მე ვიცი ეს სიტუაციები ბევრია ჩვენ სოციუმში და ბევრი სხვა შორის დედაშვილის ურთიერთობაში. რა განაპირობა ეს? აი ეს ტოქსიკური ურთიერთობები დედაშვილის ურთიერთობაში, ოჯახის წევრებს, საწყო და შემდეგ, იმიტომ რომ მართლაც ყველგან არის სამსახურებრივი მოვალეობის ყველგან არის ტოქსიკური და ფიქრობ იმან განაპირობა რომ ჩვენს ქვეყანაში ეს მძიმე ყველაფერი პირობებიდან გამომდინარე, არაულ დარეული ყველაფერი
და ყველაზე შემდეგ მთავარი. გადმოინაცვლა ჩვენს ნახე, პირად სივრცეში. ეხლა ჩვენი თაობა. ანუ დავამატებ თუ შეიძლება. მიდი და რაღაცა ძალიან მაგარ რაღაცას გეტყვი. უყურე პირობები, გარემოება, წარსული ტრამვა. კი. არ მუშაობენ საკუთარ თავზე. კი, მაგრამ ანუ დროს არ უთმობენ. ხვდებით? საკუთარ თავს დროს არ უთმობენ. იმუშაო და გაცნობიერო ეს გჭირდება. როცა ვერაცნობიერებენ, ვერ ხვდებიან რომ ეს ჭირდებათ. ვერაცნობიერებენ და ხო, ვერ რამდენია ხვდებიან ეგეთი? რომ სჭირდებათ. არ უნდათ რომ გაცნობიერონ. ხო, მაგრამ ხო. ანუ არ უნდათ. ვერ. ესე იგი, რადგან არ უნდა ეხლა რაღაცას დააკეთებენ გეტყვით. ესე იგი ტოქსიკური გოჩა, ურთიერთობები. ჩვენ ვარ გარდამავალი თაობა. იკვებებიან 90-იანელები პლუს მინუს. ადამიანები. ფონად მოყვება კონფლიქტი რო ხდება პირობითად აი რაღაცა ადამიანმა მომაყენა მე პირობითად შეურაცხყოფა და გამომიწვია მე თუ მას ავყვები გავცემ შესაბამის პასუხს ჩავთავ ემოციებს ანუ ძიმე ემოციებს მე მას დავაკმაყოფილებ იკვებება მე ენერგიას ვკარგავ მე ვხდები ცუდად და ის ანუ კარგად ხსნობს თავს. ანუ მისთვის ეს ოკეია სიტუაცია. ნუ ენერგოვამპირები არიან. ეხა მასიურად რატო გვაქვს შენი კითხვა ასეთი ფონი? ჩვენ მოვდივართ პოსტსაბჭოთა სივრციდან. მე ხშირად ვამბობ, ანუ ეს მომენტი არ არის სახუმარო მომენტი. 90-იანი წლები, კრიზისი და პლუს ამას საზოგადოება, რომელსაც ჰქონდა კარგი ცხოვრება. ნუ მაინც იმ სოციუმიდან მოვდივართ. ყველაფერი იდეალურად ჰქონდათ და სისტემა იყო აწყობილი. დაამთავრებდი სკოლას, უნივერსიტეტს, ინსტიტუტს რაღაცას, ეგრევე სამსახური. შენ არ ქონდა მომენტი, რომ წადი ერთი სამსახური ეძებე, მეორე ეძებე, იქიდან გამოგაგდეს. თუ ერთი სამსახური გამოგიშვებდა, მეორე, მესამე ხელს გიწყობდა. სისტემა აწყობილი იყო, სოციალური ნორმები თანაბარი იყო, მეტნაკლებად და სიმშვიდე ჰქონდათ უფრო სულიერი. 90-იან წლებში ესენი დაიკარგდნენ, დაკარგეს სამსახურები, დაკარგეს ფინანსები, ბევრი რაღაცა და ისეთი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ, რომ გარემო აბოროტებს ადამიანს, მანამ სანამ არ გააცნობიერებს თავის თავში, რომ გარემომ კი არ უნდა გაგაბოროტოს, ხელი უნდა შეგიწყოს, რომ გახდე უკეთესი ადამიანი. და მე შვილებზე გადმოვაქვთ პროექცია, შენ გამოჩავ ჯექის სახლში, შენ ეს უნდა გააკეთო, ის უნდა გააკეთო, ასეთი უნდა, ისეთი უნდა იყო. უნდა ვიყო გავიგე, მაგრამ ჩემი სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკური ფონი არ მიწყობს ხელს, რომ მე ამ ქვეყანაში კარგად ვიყო, ან ისეთი ვიყო, როგორ შენ გინდა რომ ვიყო, შენი სურვილები და განუხორციელებელი სურვილები დავაკმაყოფილო და მე მომსდგები და მეჩხუბები, ასეთი რატო ხარ, ისეთი რატო ხარ. და ბევრი ახალგაზრდა ამიტომაც მიდის ქვეყნიდან, ბევრი გარბის ოჯახიდან, ვერ უგებენ მშობლებს, იმიტომ რომ ისინი სხვა რეალობაში არიან. ეს ბავშვები, შვილები რა ქნან მართლა, ანუ განვითარებადი ქვეყნის ტვირთი და წნეხი არის ეს, რომ შენ გიწევს ამ არეულ ეკონომიკურ სიტუაციაში, სოციალურ პირობებში ცხოვრება, სადაც გარანტია არ გაქვს, რომ ერთი სამსახური როდის გამოგაგდებს, ან იქ თანამშრომელი რას გეტყვი, შენ ნერვები როგორ მოგეშლება, მერე შენ შვილზე როგორ გააკეთე პროექციას. ბევრ ფრონტზე გვიწევს ბრძოლა და საერთოდ პარტნიორულ ურთიერთობებზე საუბარი ზედმეტია, ეს კიდე ცალკე თემაა პარალელურად. ანუ ალბათ ამიტომაც არის, რომ ეს ფონი, ბევრი ფსიქოლოგის საჭიროება, ბევრი კოუჩის საჭიროება წამოვიდა ჩვენ ქვეყანაში. უფრო და უფრო მეტად მოდის. იმიტომ რომ ვერავინ ვერ უძლებს ტოქსიკურ გარემოს. იმათ კი უნდათ ენერგიის აღება, მაგრამ თვითონ რო ცუდად არიან და ყველას ვეუბნები, აი კონკრეტულ პიროვნებებს როცა მისაუბრებიან, ან D ვიტამინი აკლია, ან მაგნიუმი აკლია, ან ყველაფერი ერთად აკლია, იმიტომ რომ დეპრესიული ფონი ქმნის მაგ რაღაცას. და ვფიქრობ, შედეგიანი არის ხომ უკვე თქვენთან აი როდესაც თქვენი პროფესიიდან გამომდინარე, როდესაც მიმართვიანობა არის და ამ საუბრების შედეგად კურსები თუ როგორ უნდა ვთქვათ, სესიები, ამ სესიების გავლის შედეგად რამე თუ იცვლება მათთან. იცი რა არის გოჩა, მე ხა ლიკა დამიდასტურებს, იმიტომ რომ მე და ლიკა ერთდროულად გავიარეთ ბევრ რაღაც, ერთდროულად როგორ მე დავიწყე ეს სესიები, მაგრამ ლიკამ გაიარა ჩემთან ყველაზე დიდი ხანი. მე მგონი უკვე აღარ სჭირდება ფსიქოლოგიური ისა, უკვე თავისუფლად შედგა როგორც ჩემი მეგობარი, ანუ ჯერ პაციენტი იყო და მე ეს სისტემა მივიღეთ მეგობრობის და იმის. ნახე გოჩა რა მომენტია. ყველა შედეგი იდება, აბსოლუტურად ყველა შედეგი, ხა დამიდასტურებს მაგიტო ახსენე, როცა შენ ინდომებ. მე მყოლია პაციენტებიც, როცა იცი რა არის, მინდა შედეგი დაიდოს, მე ჩემსას ვაკეთებ, მაგრამ ის ამისთვის არ არის ახლა მზად ამ ეტაპზე და რაღაცებში ვერ
მომყვება რაღაცებს ისევე რაკეთებს და მთავარია ყოველთვის იდება შედეგი ერთ რაღაცაში. საკუთარი საზღვრების დაცვას სწავლობენ. აი იმ რაღაცებს ადრე თუ გვიან მაინც იწყებენ. დანარჩენი არის უკვე ინდივიდუალური მზაობა, გადაწყვეტილება, სურვილი, გამძლეობა. კი, თქვენ თუ შეიძლება გამბედაობა. რას დაამატებდით? გამბედაობა. მე შედეგიო, გოჩა მე- მახსენა, იდება თუ ხო, არა შედეგიო? საინტერესო არის გოჩა, მადლობა შენ ამისთვის. დავადასტურებ. როდესაც მე გადავწყვიტე შენთან მოსვლა კოუჩის სესია რომ გამევლო უფრო სწორედ მე ვიყავი მზად პირველ შენ რიგში. მზად იყავი? კი. მზად ყოფნაში ვიყავი. ანუ მზად რო არ ყოფილიყავი, მე ბევრი რამის შეცვლას ვერ შევძლებ. რატომ? იმიტომ რომ ბევრი რაღაცა მოიტოვე უკან. ნახე? ბევრი რაღაცა მოვიტოვე უკან. ბევრ რაღაცებზე ვთქვი უარი. აი, რა არის გადამწყვეტი? უარი რო თქვით თქვენთვის სასიკეთოა. ნახე, გოჩა, ანუ სასიკეთოდ კი. აღმოჩნდა. აჰა. მე როდესაც დავიწყე რაღაცების გადახარისხება, თამომ დამეხმარა ამ ყველაფერში. მე მოვინდომე. ხო ესე იყო. მოინდომე. შენ დამეხმარე. თამომ რო დამიწყო აი რჩევები, ლიკა, მოდი ესე გააკეთე, მოდი ისე გააკეთე. ეს ჯობია, ეს სწორია. მე მივიღე ეს რჩევა, გამოვასწორე და შედეგი მივეცი თამოს. კი. ნახე, ხო, ყოველი ახალი პიროვნება პიროვნება შედეგი მივეცი კი, თამოს. მოკლეს ესე დროში. დიდი დამსახურება არის თამაში. ყოველი ის მე დღეს ჩამქოლავენ, როცა ეს სესიების გადაცემა გავლით, კი. გავა, საუბარს არ აცდიო და ღირსიც ვიქნები, კრიტიკასაც ნუ მოვისმენ. ხა ჩვენ მეგობრულად საუბრობთ. არ გაცდით საუბარს მას. ჯანსაღი ყოველი- კრიტიკას მივიღებთ სხვა დანარჩენს. ყოველი, ნახე, საკუთარი თავის ყოველი ახალი კი. მაგარი ვერსია დგას იმის საფლავზე დგახარ, აი შენი საკუთარი თავის ძველი ვერსიის საფლავზე დგახარ. ფეხებით დგახარ. და წინ როცა მიდიხარ, წინ ვერ წახვალ თუ ის უკან ის არ მინდა სიტყვა თქვა, მაგრამ სხვა სიტყვას ვერ პოულობ, ის ცუდი რაღაცები მოყვება. ციბინძურები მოყვება რაღაცები, რა საკუთარ თავში თუნდაც არ მოგწონდა ურთიერთობების სტილი, შენ თავთან დამოკიდებულება პირველ რიგში, ხო? როგორი დამოკიდებულებაც გაქვს შენ თავთან, შენ ისეთი დამოკიდებულება გაქვს გარე სამყაროსთან და ისეთი დამოკიდებულება აქვთ მერე შენთან. შენ თუ გინდა წინ წახვიდე, შენ საკუთარ ძველ ვერსიას რიმეიკი უნდა გაუკეთო, აპდეიტი. შენი დიდი დამსახურებაა. ნახე, ტრანსფორმირება მოახდინე საკუთარი თავის. შენ მოინდომე და შენ დადე ხო, 100-დან ანუ, 100 შედეგი და ხო, ანუ, დღეს სულ სხვა რეალობა რა აქვს. ოცნებაც მქონდა, რა გეგმები მქონდა, რა მიზანი მქონდა. ანუ ამ კურსის შემდეგ მოვახდინე ცვლილება. საინტერესო. ხო, ანუ და მადლიერი ვარ. და მადლობა შენ. მადლობა შენ. მე არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაინც რაღაცნაირად შემოვიდა. გოჩა მახსენა. სხვა კარგია რა ახსენა. დასასრულისკენ ჩაგეთ, მინდა ერთი ჩაგეთ. თემა ვთქვა, მაგრამ თუ რამის დამატება გინდათ ამ კი. თემის ირგვლივ დავამატოთ. ამ თემის ირგვლივ ლიკა არის უკვე კოუჩი, მალე დაიწყებს აინტერესებს ბევრი რაღაცა მიმართულებით, ცოტა განსხვავებული მიმართულებითაც და რაღაც მეც იდეალურად დავინტერესდი. გამოგივა ეს თემა, იმიტომ რომ შენ როცა კურნავ საკუთარ თავს, კურნავ სხვასაც. რა შედეგი ლიკამაც დადო რამდენიმე თვეში, მე ამ შედეგს ბევრ რაღაცა ზოგადად, აი შენი თავის ტრანსფორმირებას, როცა ზოგადებას უთხრა მე ეს ვარ, ასეთი ვარ, ასეთი მინდა ვიყო და რაღაცა, მე ბევრი წელი მოვანდომე, იმიტომ რომ როცა ვიღაცა გეხმარება, უფრო მარტივია, მაგრამ უკვე შენ იცი როგორ დაეხმარო შენ თავსაც და როგორ დაეხმარო სხვასაც. მე მჯერა რომ ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარები. ჯერა. გოჩა, რამე სხვა არ დაამატებდით? მე ვფიქრობ ძალიან კარგ თემას ვისაუბრეთ და დამატებით რა ვიცი მე დამატებით. კარგი, მე მაქვს მერე ერთი შეკითხვა. ამ თემის ირგვლივ რამე სხვა არ დაამატებდი ზოგადად, აი ფსიქოლოგიური და ურთიერთობების კუთხით და მშობლების და შვილების ურთიერთობებს შევეხეთ ჩვენ. ურთიერთობის კუთხით განვიხილავდი ტოქსიკურ ურთიერთობასაც. განვიხილოთ. შენი თეორია გვაინტერესებს. რაც არის საქართველოში პრობლემა. კი. ძირითადად უფრო
არის ტოქსიკური ურთიერთობა, ვიდრე ჰარმონიული ურთიერთობა. ეს ურთიერთობები როგორ იქნება ეს ქალსა და მამაკაც შორის თუ ზოგადად? ზოგადად ხო ტოქსიკურია, მაგრამ მოდი ქალსა და ზოგადად. მამაკაც შორის უფრო ზოგადად გინდა იყოს ზოგადად, თუნდაც მეგობრები, გინდა იყოს სამეგობრო მეგობრული, გინდა ურთიერთობა. იყოს არა, ახლა ნახე. პარტნიორული ურთიერთობები. სამეგობროში ტოქსიკური თუა ურთიერთობა, არ უნდა დარჩე იმ ურთიერთობაში. ნახე, თუ ადამიანი ვერ გიგებს, ვერ უგებ, გადაკვეთის წერტილში ტოქსიკურობა მაშინ არის, როცა არის ეგოიზმი. ვერ იქნება შენი თუ მეგობარი. ადამიანმა მეგობრობაში არ მიგიღო, უფრო სწორედ, არ მიგიღო ისეთი, როგორიც ხარ პიროვნულად, იქ ბზარი ჩნდება. კი. შეიძლება რაღაცა მეგობრობა იყოს 2 წელი, 3 წელი, 4 წელი, 5 წელი, მაგრამ ბოლოს აღმოჩნდეს ეს მეგობრობა დასასრული. კი, დასასრულებელი. მეგობრობის დასასრული სამწუხაროდ. ანუ ადამიანები ცხოვრებაში გვემგზავრებიან და ადამიანები ცხოვრებაში გზაზე გვტოვებენ კი. და ასევე ჩვენც ვტოვებთ ადამიანებს. და რატომ? თუ ტოქსიკური არის ადამიანი, რაღაცას უზიარებ, პირობითად ადამიანს გაუზიარე, მეგობარს გაუზიარე, რაღაცა პატარა ისტორიები, რაღაცა ჩემი მიზნები, რაღაცა ჩემი გეგმები. თუ მან არ მიიღო ეს ჩემი პატარა ისტორიები, ის იქნება შეცდომები არის, თუ ის იქნება წარმატებული ისტორია და წარუმატებელი ისტორია, თუ მან ეს არ მიიღო, მე იქ უკვე ბზარი ჩდება. კი. ანუ მეგობრობას შორის ჩდება, მაგრამ რატო ჩდება ეს ბზარი? რატო ჩდება და მიმღებლობა, ანუ როცა მიმღებლობა არ ხდება, როცა თუ მე მივიღებ მკაცრ კრიტიკას ადამიანისგან, მეგობრისგან, რასაც მე არ ვიმსახურებ, თუ მისგან მივიღებ დაკნინებას, ანუ მე მომწონს რაღაცა საქმის გაკეთება და ვიცი რომ მე ამ საქმეს ვაკეთებ იდეალურად. აი რაღაცა პროფესია რო ავირჩიოთ, ნუ პროფესიით მე ცალკე ვიზაჟისტი ვარ, სალონში მუშაობ დამატებით. და აი რო გამაკრიტიკოს რა ადამიანო, რომ იცი რა არის ეს ამას არის. ხო დაუმსახურებელ კრიტიკას გულისხმობ შენ. იმას ხო, ანუ იმას ესე აკეთებ და ანუ მე ვიცი რას როგორ ვაკეთებ. ანუ როგორ მდგომარეობაშიც ვიმყოფები და როგორც გამომდის, ანუ რა მდგომარეობაშიც ვიმყოფები, ისე გამომდის. მე მინდა რომ უფრო მეტი გავაკეთო, თუმცა არის რაღაცა. მაგრამ იმ რეალობაში აკეთებ მაქსიმუმს და ამას ვერ ხედავენ. და მოყვები 100%-ით. და მე ამ რეალობას თვალს უსწორებ. და მეგობრობაში, როდესაც პატივისცემა არ არის, როდესაც ურთიერთგაგება არ არის და მიღება არ არის, იქ მეგობრობა მოკლე დროში სრულდება. კი ბატონო. სამწუხაროდ. სადაც და ესეც, ნუ, ტოქსიკურია, ანუ. ხო, ჩემთვის მე ერთხელ მომიწია მეგობრის გაშვება ჩემი ცხოვრებიდან, ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო, თუმცა შტრიხებს მაინც ხედავ ადამიანისას. ნახე, ან ადამიანი მოყვება და იზრდება შენთან ერთად და გიგებს და ზოგადად ჩემთან მეგობრობა რთულია. ანუ მე ვაღიარებ, ანუ გლიკას კითხე თუ არ არის რთული და ჩემი ბავშვობის დაკალს ირმას და ლალი მასწავლებას. მე ვარ ადამიანი, ვთვლი რომ შემოქმედი ადამიანი ვარ პირობითად და ამ რაღაცეებისთვის, რაც მე ჩემ თავში მომწონს, რაც ვთვლი რომ კარგია, ნუ ვეხმარები ადამიანებს და ბევრი რაღაცა ვიცი, ეს ბევრი რაღაცა მოვიდა რთულად, ანუ ციგნებთან ჯდომით, ბევრი ფიქრით, ბევრი რაღაცის წერით. ახლა ნახე, მე სტანდარტული ადამიანი ვერ გამიგებს. ესენი მიგებენ, ნუ ცოტა არ მოწონვართ ხანდახან. სტანდარტული არ დავეთანხმები. ნახე რა მომენტია მაპატიე. გოჩა ნახე რა მომენტია, მე მაქვს ეს მომენტი. მე არ დავეთანხმები. მე როცა ვამბობ რაღაცა არცალი არ შემიძლია, უნდა გამიგო, ხო? ან რაღაცა ისე არ არის. ან როცა ეხა უკვე აღარ მაქვს რთული პერიოდი მაქვს ცხოვრებისეულად, მე არ მინდა ეხა რაღაცა კონკრეტულ თემებზე საუბარი, მაგრამ ნუ ახლა რთული პერიოდი მაქვს ცხოვრებისეულად, მე შენ ყველაზე მეტად მაშინ მჭირდები. მაგრამ შენ თუ ეს არ გესმის, ხო. იქ უკვე ნახე, სულიერად რომ მიდიხარ და წინ რომ მიდიხარ და იზრდები,
გტოვებენ ისინი, ვისთანაც უკვე ვეღარ გაიზიარებ მომავალ შენს სიტუაციებს და შენ ცხოვრების სიტუაციებს და ლოგიკურია რომ გტოვებენ ან შენ რო ტოვებ. გული არ უნდა დაგწყოს, თუმცა მაინც გითხარ დაგისვათ ბოდიშით გაწყვეტინებ. როგორც კოუჩი და თქვათ პაციენტები ყავთ, რომელთანაც თქვათ აი თუნდაც ლიკაზა, შემდეგ ძალიან ბევრი, რომლებიც უკვე ასე ვთქვათ, კარგად და უფრო პოზიტიურად და ცხოვრებას უფრო ლაღი თვალით უყურებენ იმ პრობლემების ფონზე. თქვენთან, როდესაც თქვათ ეს პრობლემები ხო ჩვეულებრივ ადამიანი ხარ და თქვენთანაც იქნება. თქვენ საკუთარ თავს როგორ შველით? თუ თქვენ დახმარება გესაჭიროება თქვათ ნებისმიერ ადამიანს მიმართო ან მეგობრულად, თუ თქვენივე ვერსიებით, იმ შესწავლილი თეორიები და პრაქტიკული ცხოვრებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ თქვენს თავსვე, ასე ვთქვათ, შედეგი მოვტანოთ. ჩემ ცხოვრებაში არის მომენტები, რა თქმა უნდა, მეც ადამიანი ვარ, არ ვარ ეხა ხელთუქმნელიციდან მოსული რაღაცა არსება, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩვეულებრივი ყოველდღიური პრობლემებით, მაგრამ განსხვავება ალბათ ჩემს ძველ მესა და ეხანდელ მეს შორის არის ის, რომ პრობლემებს უყურებ განსხვავებულად. თუმცა არის პერიოდები, როცა მე ჩემი ფსიქოლოგიური რესურსები სრულად მემჭირდება და მაშინ ნაკლებად მუშაობ ადამიანებთან. მაგრამ ამ რეალობაში დიდი პლუსი და ჩემი დიდი მართლა საჩუქარი არის ის, რომ მე როცა კრიზისი მექნება პირველი ერთი ადამიანი და მყავს კიდე რამოდენიმე ადამიანი, ჩემი უახლოესი წრე, რომლებიც მე მივეცი მუხტი, რომ გამხდარიყვნენ ისინი, ვინც გახდნენ, მაგრამ მერე უფრო და უფრო მეტად დახვეწე საკუთარი თავი და რჩევები, როცა რაღაცა სიტუაციური მომენტები მაქვს, როცა ცუდი დღეები მაქვს, ცუდი პერიოდები, უდიდესი მხარდაჭერა მაქვს ამათგან და ლიკასგან. უდიდესი მხარდაჭერა და მეხმარება ეს ყველაფერი ამაში. დასასრულისკენ მინდა ერთი თემა განვიხილოთ და შემდგომ უკვე დავემშვიდობოთ შემდგომ მაყურებლებს. კი, პარტნიორული ურთიერთობები. ნახეთ რა კუთხით მინდა ამაზე საუბარი. ძველ დროში, რამდენიმე ათეული წლის წინ, პარტნიორული ურთიერთობები აგებული იყო გარანტიებზე. შენ ვიღაცას ფლობდი, ვიღაცა გფლობდა შენ, არსებობდა გარანტიები და არსებობდა სისტემა, ოჯახის სისტემა, რომელიც ძირითადად ბევრ შემთხვევაში მაინც სიყვარულზე არ იქმნებოდა. მაგრამ ეხა ეს სისტემა არის შეცვლილი. სისტემა ინგრევა და ადამიანები ეძებენ სულიერ მეგობრებს პირველ რიგში. ამიტომაც უფრო წამოვიდა ეს თავისუფალი ურთიერთობების ტენდენცია, მაგრამ საქართველოში ესეც უკუღმა მუშაობს. ბევრ რაღაც უკუღმა მუშაობს სამწუხაროდ. ადამიანი ეძებს თავის სულის მეორე ნახევარს და ეს თავისი სულის მეორე ნახევარი ყოველთვის შეიძლება არ იყოს ისეთი იდეალური, როგორც პირობითად მამაკაცებს უნდათ. თუნდაც ჩვენ ქვეყანაში და ცოტა აზიური აზროვნების ქვეყნებში. შეიძლება იყოს სხვა ადამიანი თავისი ცხოვრებისეული ისტორიებით და ბევრი რაღაცით და ამის გამო ხდებოდეს ამ ადამიანის მიუღებლობა. ანუ რეალურად ჩვენ სოციუმში უკვე ვღებულობ და ზოგადად მსოფლიოში სიტუაციას, რომ ურთიერთობები იგება და უფრო მეტად აიგება იმ წერტილზე, სადაც იქნება პიროვნული ურთიერთგადაკვეთა და სულიერი განვითარება. თქვენი აზრი მაინტერესებს ამასთან დაკავშირებით, ჯერ შენგან დავიწყოთ და მე გოჩას ვკითხოთ. ანუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობები? ანუ მივალთ იმ წერტილამდე, რომ ურთიერთობები არ იქნება სტანდარტული. ეხა მაინც კიდე არის ტენდენცია საქართველოში, ნახე როგორი ტენდენციაა, ხო იცი, აი ცოლი მოვიყვანო, ეს უნდა იყოს ქალიშვილი ასეთი ისეთი, დავსვა სახლში და ბევრი ქალი ხდება მსხვერპლი. მაგრამ ამ ადამიანს ალტერნატიულად შეეძლო მოიყვანა ის, ვინც უყვარდა და ბევრ შემთხვევაში დღესაც კი უსიყვარულოდ იქნება ოჯახები და ვინც არ უყვარს. ხო და ცოლები, მე ის გოგოები, ცხოცოდები არიან, ძალიან ბევრი ქალი ფუჭდება მამაკაცის ხელში. ცოლის სტატუსი გაქვს, სახლში უნდა იჯდე, შვილები გაზარდო და აღმოაჩენ ერთი დღე რომ შექმარს არ უყვარ ხარ და სულიერად შექმარი არის სხვაგან. ქალი რომელიც ფუჭდება, ანუ ხო, ნუ ცუდი სიტყვა, მაგრამ ანუ ბევრ ქალს აფუჭებენ. პირველ რიგში სულიერად. თუ ქალი სულიერად არის განადგურებული, ის ისახება ფიზიკურად. კი. გარეგნობასაც ისახება. სულიერად, როდესაც არის ადამიანი ცუდად. ყოველთვის აი რო გადავეკვეთებით ხოლმე ადამიანები, აი წყვილებს რო დავინახავ ცოლ ქმარს და აი რო დავინახავ ქალს, რომელიც არის ძალიან ლამაზი მამაკაცის გვერდით, მე ბედნიერი ვარ და ყოველთვის მამაკაცს ვეუბნები ესეთ კომპლიმენტს. ძალიან ლამაზი ცოლი ყავს და ეს არის შენი დამსახურება.
და მეორეც, რასაც ვეუბნები, ეს არის, როდესაც ქალი არის ძალიან ლამაზი და ძალიან თავდაჯერებული, ეს არის მამაკაცის სახე. ანუ მამაკაცი არის სარკე ქალის. მამაკაცი როგორც მოექცევა ქალს, როგორც არის საჭირო და როგორც ქალი იმსახურებს პატივისცემას, ეს ისახება გარეგნობაზე. და ესეთი წყვილები რომ ხდებიან პირობითად ქუჩაში, მე მიხარია და მართლა მინდა ესეთი ადამიანი პირობითად, შემხვდეს ვის გვერდშიც ვიქნები ძალიან ლამაზი, ძალიან თავდაჯერებული და ყველასთვის მისაღები და მოსაწონი, ანუ მამაკაც უნდა უხაროდეს თავის გვერდში, რომ არის ქალი ლამაზი. ბევრს აკომპლექსებს ეს მომენტი. აკომპლექსებს ძალიან ბევრს. ნამდვილად. რაღაც შინაგანი კომპლექსი აქვთ და არსებობენ მამაკაცები პირობითად ქალს უკრძალავენ ჩაცმას, ეს არ ჩაიცვა, ეს მეიქაფია არ გაიკეთო, ანუ რატო უნდა გაეპრანჭო სხვას პირობითად, გარეთ რო გავლენ ქუჩაში, არ უნდათ რომ სხვამ რომ პირიქით, ანუ მამაკაცის გვერდით რო არის მოვლილი ქალი, ეს არის მამაკაცის დამსახურება. კი ბატონო, ნამდვილად. და კიდევაც ახსენა, რომ მე ვფიქრობ, რომ უფრო აზიური რაღაც აზროვნება და იქით რომელიც ჩარჩოებში უნდა იყოს ის რაღაცა გადმონაშთები არის, ვფიქრობ. როცა ასე იქცევა მამაკაცი, რა ვიცი, მე რატო არ უნდა იყოს ამასაც შემოსული ქალბატონი თავის მეუღლე მისთვისაც იყოს საინტერესო და საზოგადოებაში, როდესაც სადაც იმყოფებიან და რა მდგომარეობაში იქნებიან, მისაღები იყოს საზოგადოებისთვისაც. მისი ჩაცმულობა პირიქით უფრო სილამაზე არის და თუ თქვათ ის მეუღლე იმიტომ გყავს, რომ მხოლოდ 4 კედელში უნდა იყოს გამოკეტილი, მაშინ ასეთი ადამიანის თან ცხოვრება ძალიან რთული არის. ესეთი მამაკაცები, რომლებიც უკრძალავენ ქალს ბევრ რაღაცას, ესენი არ არიან ერთგულები. არ არიან ერთგულები. ვიკა, საიდან გაქვს ეს დასკვნაო, რომ ერთგულები არ არიან. გამოცდილება გაქვს, საკუთარი. არ არიან ერთგულები, არ არიან. და სხვათა შორის ესეთი მამაკაცები ყოველთვის უყურებენ სხვა ქალებს. ანუ სამწუხაროდ მოსწონთ, სხვა ქალები მოსწონთ, მოვლილი ქალები მოსწონთ. და საკუთარ ცოლს აიძულებენ რომ ასე კომპლექსები განაპირობებს ამ ყველაფერს განაპირობებს. და საიდან მოდის კითხვა ისმის რომ რატო აკეთებს მამაკაცი საკუთარ ცოლს თუ ამ ყველაფერს უკრძალავს და გარეთ სურვილი აქვს რომ ისეთივე თქვათ მეგობარი ქალი ყავდეს თუ ასე თქვათ. იმიტომ რომ კომპლექსი აქვს, ვიკამ ზუსტად კომპლექსი. რის კომპლექსი? შიშია? შიში აქვს. დიახ. რომ როდესაც ადამიანი არის პიროვნულად არის მოღალატე, მას გონია რომ სხვაც ისეთი იქნება. სამწუხაროდაც. ესე იგი მას კოუჩიც ვერ უშველის. არა. კოუჩი გიშველის მაშინ, როცა შენ ხარ მზად შეიცვალ. კი. სხვა შემთხვევაში არა. დასასრულისკენ მადლობა ორივეს ასეთი საინტერესო საუბრისთვის. ამდენი საინტერესო თემის განხილვისთვის და ამდენი კარგი რჩევისთვის. წარმატებები თქვენ საქმიანობაში და წინსვლა. უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა რომ მომწვი. ასევე გისურვებთ ამო წარმატებას, წინსვლას, მადლობა. და ბევრი პოდკასტების ჩაწერას. რა თქმა უნდა, მეც ლიკასთან ერთად გისურვებ წარმატებებს, ბევრი პოდკასტების და საინტერესო თემების განხილვას, იმიტომ რომ საზოგადოებისთვის და სოციალურ მედიაში, როდესაც აქტიური ხარ, საინტერესო არის ისეთი თემების განხილვა, რომელიც მიღებული იქნება საზოგადოებისთვის სხვადასხვა თემებზე. რა თქმა უნდა, მეც ძალიან გულდასმით და ყურადღებითაც გისმენდი და ჩართული ვიყავი და მომწონს და მომეწონა და ყოველთვის თქვენ პოდკასტებს ვუყურებ და კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო სტუმარს
ველოდებით, იმედი მაქვს მე, რომ ასე ძალიან დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებთ. დღევანდელი ეპიზოდის სტუმრები იყვნენ ქალბატონი ლიკა პაპავა და გოჩა კიკილაშვილი. მადლობა უღმესი ორივეს. ნახვამდის.